დღეს არის შაბათი 14 ივნისი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 1 ივნისი და დღეს არის სულთმოფენობის დღესასწაულის წარგზავნა კიდევ ერთხელ გილოცავთ სულთმოფენობის დღესასწაულს ეს კი მას ნიშნავს რომ ხვალ არის 15 ივნისს ჩვენი საერო კალენდრით და 2 ივნისს საეკლესიო კალენდრით თუმცა ეს მოძრავია და ეს არის ესე იგი სულთმოფენობის შემდგომი კვირა და ანუ ხვალ არის ყოველთა წმინდათა დღესასწაული ანუ ჩვენი ესე იგი აი წმინდანების ეპარქიის დღესასწაულია უბრალოდ აი მთავარი არის ის რომ აი ამ სიწმინდეში სადაც ახლა აი წმინდა ნაწილების გარშემო შუაში მათი გარემოცვაში ჩვენ რომ ვიმყოფებით აი ამ წმინდანების აი ყველა წმინდანის დღესასწაულია და ყველა ადამიანის ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანის ანგელოზის დღე არის ხვალ და დღეს კი შაბათია 1 ივნისი და დღევანდელი წმინდანების შესახებ ჩვენ გვისაუბრია ძირითადად და მე მაინც ჩამოგითვლით ეს არის წმინდა იუსტინე ფილოსოფოსი და ვალერიანე, წმინდა გრაციან და ფელიმ პერუჯელები, წმინდა ფორტუნაც პოლეტელე. ეს არის საუბარი 69. ამიტომ ჩვენ დღეს ამ თემაზე აღარ შევჩერდებით და წმინდა რევერიან ოტიონელის ხსენება დღეს და მის შესახებაც გვისაუბრე, ეს არის საუბარი 263. და არ გვისაუბრია ჩვენ ქართველი წმინდანების შესახებ, რომელთა ხსენებას დღეს არის ასევე, ეს არის წმინდა შიო ახალი, დავით, გაბრიელ და პავლე გარეჯელები. ესე იგი, ესეც რაღაცა ძალიან ნიშანდობლივია, რომ აღდგომის მერე არის განსაკუთრებულად ხსენება გარეჯელი მამების და აი ჩვენ რამდენიმე საუბარი ქონდა ამის შესახებ და აი დღეს კიდევ ერთი განსაკუთრებული შემთხვევა სულ რაღაცა ბოლო პერიოდი ეს არის 1690 წელი 90 თუ 91 ზუსტად არ არის ცნობილი და გარეჯში მოღვაწე მამების შესახებ სულ ცოტა ხნისი ჩვენ ქონდა ქრისტესია ქრისტეფორე წოდებული შესახებ საუბარი აი ცოტა ადრე იყო ეს ამბავი და აი ხა მინდა ამის შესახებ მოგითხროთ ესე იგი წმინდა შიო და ხუთი მონაზონი და აი სახელები ჩამოგითვალეთ ვისიც ვიცით მაგრამ კიდევ იყვნენ მასთან ერთად ვინც ეწამნენ ლექთაგან წამებულნი ესე იგი 1690 წელია ნუ აი რა ვიცი ხა სულ ახალი პერიოდია ესეც და ესე იგი ჩვენ გვაქვს რაღაც არაჩვეულებრივი ტექსტი ერთის მხრივ მათი მოკლე ტექსტია ძალიან წინასწარ მინდა გითხრათ მათი მოწამეობის თუ ცხოვრების აღწერილი და ესე იგი ეს არის თქმული კათალიკოს მღვაშვილისაგან ესე წერია პირდაპირ წყაროში ნუ ჩვენ ახლა ძირითადად ვეყრდნობით საქართველოს სამოთხეს სადაც მიხეილ საბინინმა გამოაქვეყნა ეს ტექსტები და ნახეთ აი შესავალი აქვს თვითონ შესავალი აქვს აი ამ ცხოვრებას ესე წერს ვერ ვახერხებ იდენტიფიცირებას უბრალოდ მე ვერ ვახერხებ ვერ მოვიძიე ზუსტად ვინ არის ვინ კათალიკოსია ლაპარაკი ეს არის წმინდა შიო ახლისა და სხვათა მოწამეთა და ნახეთ რა წერს პოვე წმინდა დავით გარეჯის უდაბნოსა შინა 1890 ესეც რაღაცა გაუგებარია 1891 წელსა თვესა მარცა დედანსა შინა მცირე დროების და უმეტეს მტრობის გამო ვერ ძალ მედვა განჩინებით გადმოწერა მოთხრობისა ნახეთ მცირე დროების ცოტა დრო მქონდა რაღაცა ცოტა ხნით უნახავს და უმეტეს მტრობის გამო ვერ ძალ მედვა განჩინებით გადმოწერა მოთხრობისა არამედ დავავალე გადმოწერა ფარულად და ფრიადი შეცდომელები შეურევნია გადმოწერილს, აი გადმოწერილმა კი გადმოწერა, მაგრამ შეცდომით გადმოწერა ბევრი რამ და გულდარწმუნებული ვერ შევამოწმე გადმოწერილი ნამდვილთანა
და წარმოვიღე რუსეთს დასაბეჭდად, ამისთვის ბოდისმშვილის შეცდომილებისათვის თუ რაიმე აღმოჩნდეს. რაღაც ესე იგი, ნუ აი რაც არის ეს არის და შეცდომები იქნება ალბათ. და კიდევ გვაქვს ჩვენ ხელთ ტექსტი. ტექსტი ეს არის ნიკოლოზ მაღალაშვილი, მე-7 საუკუნის დავით გარეჯის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენელი, ესე წერია მის შესახებ. ანუ გარეჯელია ესეც, გარეჯელი ბერია, ჰიმნოგრაფი ცხოვრება და შესხმაი, ახლად მოწამედ გამოჩენილთა შიოსი და ხუთთა მონაზონთა, რომელნი დახოცეს დავით გარეჯს ლექთა უხთოთა. და ეს არის ესე იგი, ეს არის ფაქტობრივად პარაკლისი, რასაც ქვია, აი პარაკლისის ტექსტია, საგალობლებია, ოღონდ ისე არის დაწერილი, მე ვფიქრობ, რომ ეს წავიკითხოთ, ესეც კი პარაკლისის ტექსტია, მაგრამ შესხმაა. მაგრამ აქ როგორც ხშირად ხდება ხოლმე, თუ კარგად არის და სწორად შედგენილი, რომელიმე წმინდანის ეგრეთ წოდებული ესე ქვია განგებაი, ანუ ლოცვები, რა ლოცვები იკითხება მისი ხსენების დღეს, მსახურების დროს. თუ აი სწორად და კარგად არის მისი ცხოვრება ჩანს და აქედან აი ამ ტექსტიდან კარგად ჩანს ხასიათი გაცოცხლებს მოკლედ ამ წმინდა შიოს გვიცოცხლებს, ახალი შიო ესე უწოდებენ. ანუ ეხლა ვიწყებ მეჯერ თვითონ ტექსტის კითხვას. აი ამ კათალიკოს მღვაშვილისაგან აღწერილს და შემდეგ ჩვენ გადავალთ უკვე უშუალოდ შესხმაზე. შიო აღმოსცენდა, ანუ დაიბადა, კეთილი ნაყოფი ქვეყანისა ქართლისასა, სოფელსა ვეძისისასა, თავსა დიღმისასა. ესე იგი დიღომი ვეძისელი ყოფილა, რომლისა მამასა ეწოდებოდა სახელად პაპუნა და დედასა თამარი. ხოლო ესე პაპუნა სავსე იყო ქვეყანის კეთილთა, ანუ შეძლებული ოჯახი იყო და ხვასტაგნი მრავალნი ყვანდეს ცხენი და ძროხანი და ცხოვარნი ვითარ 2000-ოდენ. აი ეს დიდი მეურნეობა ქონდა, 2000 სული საქონელი ყავდა, მოკლედ ესე რო ვთქვა და უშთაგან ავსე უნჯი, საუნჯე, ანუ ესე იგი ქონება, ანუ რა, აღსებული იყვნენ სახლი და მიდამონი მისნი. და ვერცხლისა არა იცოდეს რიცხვი, ანუ დიდარი კაცი იყო რა. არა იცოდეს რიცხვი, რაოდენი კონდეს, მამულნი და აგარაკნი მრავალნი. სოფელს ამის უხანოსაგან მამაი მისი პაპუნა და უხანო, ანუ ესე იგი აი ამ სოფლის ამავე თუ რა ვიცი რა ქვია, უხანო, ანუ დრო რო არ იცის რა, ესე იგი სოფელმა, ამ წუთის სოფელზეა ლაპარაკი, წუთის სოფლის ესე იგი აი ამ სიმწარით თუ რაღაცით მოკლედ ადრე გარდაეცვალა მშობლები, პაპუნა და დედაიმისი თამარი სოფლის ამის მიხედეს საუკუნესა კეთილსა ცხოვრებას აქედან ამ მიწერი ცხოვრებიდან საუკუნო ცხოვრებად გარდაიცვალა. ხოლო მეუღლეთა დაშტეს ძენი ხუთნი და ასულნი სამნი. ანუ ეხა ამ შიოს დაძმაზეა ლაპარაკი, 5 ძენი დარჩა მის მშობლებს, 5 ბიჭი, 5 ვაჟი და 3 ქალიშვილი, ხოლო დღეს საერთოდ ძმანი ორნი ამ დღეს ურთიერთაზე და ბოროტითა და სიტყვითა უშვერითა. და აღდგა ძმა იგი ბოროტი უხუცესი და უჩხვიპა დანაკითა და მოკლა ძმა იგი ურწებესი, ვითარცა კაენმა ნაბელი. მოკლედ ეს კაენის და აბელის თემა ხო გაზდევს კაცობრიობას წითელ ხაზად და წარმოიდგინეთ, აი რა უნდათ ეხლა, დიდარი კაცი იყო, მამა, დედა, ნუ რა ვიცი, რაც შეეძლოთ ეს შვილებით გაზარდეს, როგორც შეიძლებოდა, ნუ ქრისტიანულად და ურიცხვი ვერცხლი ქონდათ სახში, აი გაამდიდრები იყვნენ და ეთყობა ეს მოკლედ უფროსმა ძმამ მოკლა უმცროსი უჩხვიპა დანითა, ნუ როგორი სიტყვებია, როგორი საუბარია, ესე იგი უჩხვიპა დანითა და მოკლა ეს და თავისი უმცროსი ძმა. რამაც ძალიან დიდი, ნუ ახლა წარმოიდგინეთ რა ტრაგედია დატრიალდა ოჯახში. ნეტარმან შიომ ესე იგი ესე თქვა, რომ რადგან ვითარმედ მოკლა ძმამან ჩემან ძმაი ჩემი, აღივსო გულის რომლისა და მწუხარებითა მრავლითა ეს შიო. და რამეთო მას ჟამსა მეუღლეცა მისი ამიერ მიცვალებულ იყოს და დაშტომოდეს ერთი მცირე, ესე იგი ამ ერთ-ერთ ძმას შიოს
მეუღლეც გარდაცვლილი ყავდა ამ დროისათვის და ერთი არასრულწლოვანი შვილი ყავდა დარჩენილი და ცნა ესე რომ გაიგო ეს ძმამან ჩემან მოკლა ძმაი და სევდა იწუხილი ქონდა მიცოლებისათვის მეუღლისა მისისა და გულთქვა გულსაშინაში ესე იგი ძალიან დამწუხრდა ერთი რომ ძმა მოკლა თან მეუღლე გარდაცვლილი ყავს და ეუნება ნახეთ რა თქვა გულსაშინათვისა არღარა მნებავს ყოფა ეს სოფელსა ამაშინა და აღუარა მოძღვარსათვის ეს საქმე ესე და მოძღვარმა ნაუწყა ვითარმედ რადგან დაგიტევები ეს სოფლის სამის რუნვაი წარვეთ გარეჯას საფლავსა წმინდისა დავითისასა ყარაისასა და მივედ და მოწაფექმენ მეორედ აღშენებულ სამას მონასტრისასა წინამძღვრისა და მამასა გვარმოდგმით მაჭურაძესა ოთარ ყოფილსა ონოფრე მაჭურაძე არის ახლა წინამძღვარი რომელსაც ადრე ერუს კაცობაში ოთარი ერქვა და რადგან ესე გადაწყვიტა რომ ეს აღარ გინდა ესე იგი ამ სოფელში აი ამ ქვეყანაზე აქ ყოფნა ესეთი გასასწელებია სულ მაშინ ადექი და წადი აი რაღაც ზუსტად იგივე ის ისტორია მეორდება ქრისტეს სიამაც ესე გააკეთა ნუ მიზეზი სხვა იყო მაგრამ თავის მოძღვარს უთხრა და მოძღვარმა გარეჯის უდაბნო ურჩია და ამასაც ურჩია აი ონოფრესთან და იგი შეგიწყნარებს ვითარცა ძმასათვისა მაქსიმეს აი მას გქონდა ასეთი შემთხვევა რომ თავისი ძმა მაქსიმე მივიდა ესე მონასტერში და მიიღო და კეთილად გიძმაშვილებს როგორც საკუთარ ძმისშვილს ისე მიგიღებს წარმოვიდა ნეტარეშიო და მივიდა წმინდისა მონასტერსა ხოლო წინამძღვარი პირველიც სამეცნიერი იყო ნეტარესა შიუსი ესე იგი ხა ეს გარეჯის უდაბნო თუ თბილისში ცხოვრობენ ესენი ფაქტიურად ხო და ნუ არ არის ძალიან შორს და ხა ესეთი ოჯახია ეს და ესეთი ცნობილი ოჯახია რომ იცოდა ონოფრემ იცოდა და ნახეთ წინამძღვარი პირველცა მეცნიერი იყო ნეტარესა შიუსი და ეთქვა მრავალჯერ ადრეც ნათქვამი ჰქონდა მოდი ძმაო შიო მონასტერსაც შემსაო ანუ ესე იგი ეს უცხო არ არის თლათ იმიტომ რომ დადიოდა ამ მონასტერში იცნობდა ამ ონოფრეს ის ეუნებოდა ხოლმე რომ წამოდი ჩემთან იცხოვრე მონასტერში და მოვიდა მონასტრად და ისტუმრა კეთილად ვითარცა აბრაამა კეთილსტუმრობითა და განუმზადა სენაკის სამყოფი სიახლესა მისსა აი როგორც აბრაამა მიიღო სტუმარი ხო ვინ იყო მისი სტუმარი აბრაამის ეს ცნობილი აბრაამის სტუმართმოყვარეობას ამის სტუმარი რო ეწოდა და რო აღმოჩნდა ღმერთი იყო აი როგორც ღმერთი ისე ისტუმრა ონოფრემ აი შიო მიიღო და სენაკი დაუთმო მას და გამოხდეს ჟამნი და იყოფებოდეს ლოცვით და მარხვით დღე და ღამე და ნუ ესეც მოღვაწეობდა ლოცვითა და მარხვით და გამოხდეს ხანი ჟამნი გავიდა რაღაც დრო გავიდა რამდენიმე წარვიდა წინამძღვარი ონოფრეს საქმისა რაისათვის მე და შიოსა შეევედრა მონასტერი და ძმანი იქ ყოფნი და თვით წარვიდა და ნუ იწყო დაიწყო ამან ცხოვრება ნუ ხო გეონებით რაღაცა გამოჩენილი და ცნობილი პიროვნებაა როგორ ჩანს ესე იგი ახლა რა თქმა უნდა ყველა დეტალი არ არის აღწერილი როგორ ჩანს ეს ურთიერთობა ჰქონდათ როგორ ჩანს მანამდე რჩებოდა და იცოდა ამ მონასტრის ცხოვრება მონასტრის წესი და მით უმეტეს ახლა რაღაცა დრო გავიდა ცხოვრობს მონასტერში და ერთხელაც ონოფრე წავიდა მონასტრის საქმეებზე გავიდა გარეთ ქალაქში ალბათაც და დატოვა თავის ნაცვლად დატოვა შიო შეევედრა მონასტერი ჩააბარა ფაქტიურად ნუ მონასტერი და ძმა იყოფნით თვით წარვიდა ხოლო ცოდვათა ჩვენთან მსგავს საქმე მოიწია ოდეს ილოცეს წუხრისა და მიიღეს საზდელი და ენებად განსვენებაი აი ჩვენი ცოდვილი ცხოვრება რომელიც არის ეს ავტორიტეტს ხო აღწერილი ცხოვრების აი ისეთი ამბავი მოხდა მოკლედ წუხრი გამოიყვანეს წავიდა ეს ღისით და იმავე საღამოს ისე მოხდა რომ წუხრი რო გამოიყვანეს და მიიღეს საზრდელი ანუ ივახშმეს და ენებად განსვენებაი მოვიდეს დაწყეულნი ლეკნი ეს წყეული ესე იგი ეს ლეკები მაშინ ეს პერიოდი იყო ეს არეულობები და რაღაცა ლეკები მოკლედ დაესხენ თავს ვითერცა პირველ ლავრასა ბარბაროსი და მოკლეს
აი როგორც ადრე ცოტა ხნის წინ მოხდა ეს ბერები შიომღვიმელების მოწამეები, ხო? რომ ამოხოცეს. ეს იყო შაჰ-აბასის დროს და მოკლედ ზმაის შიომ მღვდელმონაზონი დავით მწირი, გაბრიელ და პავლე. და გაბრიელ წარილტო და აღმოსავლეთ ღელეში შეიპყრეს. ესე იგი ეს გაბრიელი დახოცეს მოკლედ ესენი და ეს გაბრიელი ერთ-ერთი მათგანი წარილტო და ანუ გაიქცა ამათ და ღელეში აღმოსავლეთ ღელეში ანუ ცოტა ხანი ურბენია, მაგრამ დაეწიენ ესენი და მოკლედ იქაც מחვილითა აღსასრული მიითვალა. ხუთნი מחვილითა დაკლნეს ლახვრითა, ვითარცა ცხოვარნი ხეცთა ბოროტთა. რომელთამე უგმირეს მუცელთა, რომელთამე განკვეთეს ყოველნი, რომელთამე უხეთქნეს თავსა და აღასრულნეს. ამისთვის რომე კარნი არ აქონდეს დახშულნი. რასი ფიქრობდნენ ახლა კი იყო ეს არეული დრო, მაგრამ უნდა ჩაეკეტათ ეთყობა ეს კარები და არ ჩაკეტეს და მოკლედ მისთვის შემოეპარნეს ხეცნი ბოროტნი, ცხოვართა ოდეს დახოცეს წმინდანი ესე და აღივსო სისხლითა მათითა სახლნი და საყდარნი. აი სისხლით მოირწყო მოკლედ იქაურობა რა. და ქვეშ ალექსანდრიის ტახტის კერძო გადიოდა სისხლი მათი და დაძარცვეს წმინდანი მრავალნი გვემულნი გვამნი და ხატნი და წიგნი და კანდელნი და სანთელნი და შესამოსენი მღვდელთანი რომელთამე წარიხვნეს, რომელთამე შთაყარეს ჭათა და ლაკვათა და რომელნიმე დამუსრეს უწყალოდ. მოკლედ ესე იგი დაარბიეს მონასტერი. რაც წასაღები იყო ისი გაყიდვა შეიძლებოდა ალბათ ის წაიღეს, დანარჩენი გაანადგურეს, შეურაცხყვეს და ხოლო ხატი ერთი უბიწოისა მშობელისა მარიამ ქალწულისა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი განაპეს ცულითა, გაჩეხეს ეს ხატი და ესეცა და სხვაიცა მრავალი. მოკლედ დაარბიეს რა მონასტერი ამ ლეკებმა. სნარაი ესე ძნიათ სასმენი, ეს უდე ამბავი მეფემან ერეკლე პირველზე ლაპარაკი, როდესაც ეს შეიტყო, მეფე ერეკლე იყო 1688-1703 წლებში. ესე იგი მე-17 საუკუნის ბოლო და მე-18-ის დასაწყისია და კათალიკოსმა იოანე კათალიკოსი იყო 1688-91 წლებში და შემდეგ კიდევ მეორეჯერ იყო 1696 და 7 წლებში და 1700 წელს და განკვირდეს ვითარ მოიწინეს ლეკნი აქამდე შინაგ აქამდე როგორ შემოვიდა როგორ შემოიპარა ესე გაუკვირდა თუ წარვიდა და მივიდა წინამძღვარი ონუფრე მაჭუტაძე სხვადასხვანაირად წერია მისი გვარი და იხილნა ლახვართაგან დაპებულნი გვამნი წმინდათანი სისხლითა ძუწეულ ძუწისფერი იყო სისხლით მუქია ხო მოკლედ ეს და ტიროდა მწუხარეთ შიოსა და ძმათაზე და აღიხუნა და შემურნა და შემოსნა სამტროითა შესამოსლით და გააპატიოსნა ეს სხეულები და როგორც წესი დარიგია ბერებს როგორც შეეფერებათ შემოსა სპეციალურად ეს თავის შესამოსლით და შიო ნეტარი და ძმანი დამარხა სამარხოსა სამხრეთ კერძო წმინდის დავითის საფლავის სამხრეთით დამარხა ესენი ასწორებით აღმოსავლეთ გზისაკენ და აღასრულებენ ძმანი წლითი წლად ხსენებასამაცა და ადიდებენ სამებასა წმინდასა რომლის არის მადლი და თაყვანისცემა უკუნისამდე. ამინ ეს არის აი ესე თანამედროვის აღწერილობა. ანუ ეს კიმენური ტექსტია, ფაქტიურად ესე ბევრჯერ გვიხმარია ჩვენ გამოგვეყენება ეს ტერმინი და ამითი დასრულდა ეს და ახლა იწყება ეს შესხმა, როგორც მოგახსენეთ, ტროპარი, ამ ნეტარისა შიოსი და შემდეგ აი ეს ლოცვები შიო ნეტაროსულითა წმინდითა გამშვენებულო, თანამყოფო და თანამზრახველო წმინდათა მღვდელთათა და ნატარეულთა მამათა შეერთებულო, რომელი ნათობ ზოსტერთა, ანუ ზოსტერი ქამარს ნიშნავს, სისხლ დალტობილთაი, აი ქამარი რუსისხლით შეეღება, შემოსილი და სისხლიანი ქამრით შემოსილი და რომელთა ხორცთა შენთა ლახვრითა მიერ უწყალოდ დაგმერილი ვითარცა პირველ სანატრენი წმინდანი მამანი, აი მძველი მამების მსგავსად.
რომ ეს სისხლი დაღვარე ქრისტესთვის, აც მათთან ევედრე მოწყალესა, რათა შეგვინდოს შეწოდებანი ჩვენი, ეს არის ტროპარიშიოსი, შიო მღვდელმშვენიერო, რომელიც ყოფილიყავ სოფელსა წმინდისა მამისა დავითისასა და ვითარცა ლუკიანე პირველ ცხოვრებასა მსახურებდა, ესევე შენ სამარხოსა მისა მსახურებდი, როგორც ლუკიანე ემსახურებოდა, ლუკიანე დავით გარეჯელის მოწაფე, აი შენც როგორც ახალი ლუკიანე ეს ემსახურებოდი მამა დავით გარეჯელს, ანუ წმინდას. და წირვითა უზაკველითა და ლოცვითა ჟამყოველთა დაუცადებელად არ წირვას და არც ლოცვას არ აგვიანებდი, ესე იგი არ აცდენდი, სულ თქმა ცრელნონებითა, მდაბლითა გალობითა იმარადის უფლისამვედრებელო. დააც მომწყდართა შენთა თანა გვიოხენით ხსენებელნი თქვენი და გვითხოვეთ ბრალთა ჩვენთაგანი გამოხსნა, აი მათთან ერთად, ვინ ჩვენთან ერთად ეწამნენ ჩვენი ბრალთა გამოხსნაი, ანუ ჩვენ ცოდვა ჩვენთვის ევედრე მოწყალესა ღმერთსა. წმინდა მღვდელმოწამეო შიო და ნეტარნო მონაზვნებისა ყვავილნო, ეხლა ვაგრძელებთ ამ ტექსტს, აგიკითხავთ ეს. არ არის ეს დიდი მაინდა-მაინც. და თან აი როგორც მოგახსენეთ, აი შესხმა არის, შესხმა, ესე იგი ამ მოწამეების. წმინდა მღვდელმოწამეო შიო და ნეტარნო მონაზვნებისა ყვავილნო, რომელნი მშვიდი ცუნელებაისა და პირნი თქვენი იწურთიდეს დღითი დღე საღვთოთა წერილთა, ანუ ვარჯიშობდით საღვთო წერილი ყოველდღე კითხულობდით. წერილთა, რომელთა მოიძულეთ სოფელი და სოფლისა ყოველნი, მონანო ღვთის ღირსნო, რომელნი მოგმკეს უღვთოთა ლეკთა, როგორც ყანას მოცელავენ, აი ესე რომ მოგმკეს ვითარცა პირველ ლავრას ანატრელნი ვაშა მამანი. ნატრით სიკვდილთა თქვენთა, რომელნი მიხვედით უკვტავსა ცხოვრებასა სისხლითა ნაკადულითა, შეურთიერთებელნო, რომ შეერთდით და ერთად წამებისა გვირგვინით ამიმღებელნო შიო მღვდელმოწამეო და ძმანო დაკლულნო. ნუ ეს შიო იქ ცხოვრებაში არ ეწერა მაინდა-მაინც, მაგრამ აქ წერია აი უკვე ესე იგი მის ცხოვრებაში ეხება მღვდელი, ანუ მღვდელმონაზონი იყო და აი ხა მღვდელმოწამე გახდა. და ძმანო დაკლულნო ეს ბერები, ვითარცა კრავნი აწვაქებთ სამარხოთა თქვენთა, რომელთა შეიცვას პატიოსანი გვამნი თქვენი ჩვენგან სურვილით ხსენებულნო, ანუ თქვენ საფლავებს ვევედრებით, რომლებმაც თქვენი სხეულები მიიღეს. კურთხეულარს მეუფე, რომელმა ღირს კუნა თქვენ მოწამეთა დასთა შეერთებასა და მსგავსად მათსა პატივ გცნა თქვენ გვირგვინისა და ღვაწლთა ეშმაკისა და სუფევით დაუსრულებელსა კეთილსა ნეტანო ძმანო მამანო ჩვენო. შენ მადლით აღსებულო და სულიერისა წესთა შემკობილო, ხორცთაში ნამყოფო და უხორცოთა ებრცხოვრებულო, ქართველთა და კახთათვის ახლად მოწამედ გამოჩენილნო, მეო გვეყვენით ხსენებელსა თქვენსა. მსხვერპლად შეიწირენით, ვითარცა პირველ აბელი და ისააკი და სისხლთა თქვენთა ბკურებით, აი უმანკო ექმნეს გვამნი თქვენი და შეერთებითა წმინდათა მღვდელთა და წმინდათა მოწამეთა თანასუფევით ჩვენცა მოგვიხსენეთ. ძმანო პატიოსანო, დიდება შენდა, რომელი ადიდებ მართლმადიდებელთა შენთა დამბადებელო და კეთილის ყოფილო, გლახაკთა და დავრდომილთაი, რომელ დაბალთა აღამაღლებ და მაღალთა დაამდაბლებ, რომელმან მოანიჭე ესევით არის მადლი და სიწმინდე შიოს მღვდელმოწამესა და მისთანა ხუთთა მონაზონთა აღსრულებულთა შემწეთა ჩვენთა ოხითა. ფაქტიურად გამოდის, რომ ჩვენ დღეს მისი ხსენების დღეს და ესე უნდა იყოს საერთოდ, ვიხდით პარაკლისს ამ შიოსი, ხა მე უბრალოდ ესე წართხმის გარეშე გიკითხავთ ამ ტექსტს, თორე ეს წესით როგორც პარაკლისი ესე უნდა იკითხებოდეს. და სხვა შორის იქ სახარებაც მითითებულია, რომელიც სახარება იკითხება ამ ესე იგი აი ამ პარაკლისის კითხვისას. სისხლი შენი და შენთანა დაკლულთა მამათა ღაღადებს ღვთისა მიმართ მღვდელმოწამეო ნეტარეულო შიო, მეო გვეყვენით წინაშე მეუფისა მომხსენებელთა თქვენთა, რომელნი გაქებთ ნეტარნო, ქვეყანის აშფოთთაგან შორის ყოფნო, ლოცვითა და მარხვითა განკაფულნო, წმინდათა და სანატრელთა მამათა მიმბაძველნო და ცხოვრება კეთილობით ყოფნო და შემდგომად სიკვდილისა უკვტავსა ცხოვრებისასა მისვლნო შიო ნეტარო და მისთანა აღსრულებლო შეწენი ცოდულსა და ეხლა სახარებაა მითებული დადგა იესო ადგილსაველსა, ესე იგი გადაგება სადაც წარმოთქვა, მაგრამ ნუ ხა ჩვენ რა თქმა უნდა
არ აქ უბრალოდ მითითებულია არ წავიკითხავთ განანათლე ნათლითა მით შენითა მიუწვდომელითა მართალოშიო სული და გონება ჩვენი ღვთისა მიერ მამაო გვივის დღეს ჩვენი წინამძღვარი მღვდელმოწამე ქრისტესი შიო და ძმანი ხსენებაი მათი შევამკოთ და ვადიდოთ უფალი რომელმან მათ მოუმადლა ღვაწლი ესე წარემართე გზასა ჭეშმარიტსა და მიხვედ ცხოვრებად საუკუნოდ მადიდებელო უბიწოთ შობილისაო უბიწოთ შობილის ანუ იესოს მადიდებელო შიო მღვდელმოწამეო და ძმანო ძლე ექმენ სოფელსა და დაუტევე მისი ყოველივე შვებაი და მიხვედ გარეშჯათ შიო და თანა დაკლუნო ძმანო მეოხრნო ჩვენო სიხარულად შეგეცვალნეს წუხარებანი და ტკივილნი სიამეთ და ყოვეჩვებაი საუკუნო მამანო ლექთაგან ასრულებულნო სიტყვი და საქმით გონებაი აღგებყრაი ღვთისა მიმართ შიო აბელისებრ დაკლულო და ისაკის აებრებს ხებულად შეწირულო აბელს რომელიც კაინმა მოკლა იმიტომ რომ მის ცხოვრებაში ეს ძალიან თემატური იყო მის ცხოვრებაშიც მოხდა ეს რომ ძმა მოკლა მისმა ძმებმა და ეს კი აი როგორც აბელი შეიწირა ისე და ასევე როგორც ისააკი იქნა ესე იგი აი აბრაამმა ნუ მოუქნია ხო ისააკს ფაქტიურად დანა და შემდეგ ანგელოზმა დაუჭირა ხელი და ნუ ისააკი შეწირული იყო მსხვერპლად და აი მას ადარებს ეს მთქმელი და განკვდაი სიმშვიდე და მოთმინებაი და უზაყველი გონებაი და ხორცს და უხორცოთა მსგავსად იქცეოდი და მსახურებდი საღვთოსა წმინდასა დავითისასა ესე იგი როგორც უხორცო ანუ როგორც ანგელოზი ეს ბერობაში ესე ცხოვრობდი და ემსახურებდი დავით გარეჯელს გამოგირჩია მადლმა საღვთომან შიო და ძმანო სისხლთან აკადულითა ურთიერთას აღრეულნო სისხლთან აკადულითა ეს საერთოდ ესე ყველასგან გამოდენილი სისხლი ერთმანეთშერი და აი ამ სისხლთან ამ შეწირული სისხლით ურთიერთას აღრეულნო მოგეხვინეს არვეთა კრავისაით ამ გელნი ბოროტია როგორც ცხრის ფარას ბოროტი მგლები დაგბძარნეს უწყალოდ ვითარცა ჰეროდემ ჩვილნი უმონკონი და ვითარცა ზაქარია უბრალოდ დაკლუნო ესე იგი როგორც მეფე იროდიმ ბავშვები დახოცა და ასევე ზაქარია იონე ნათლისმცემლის მამა საკუთხოვში რომ მოკლეს აი მზამის მსგავსად გიხაროდენ შიო ნეტანო და ძმანო იშვებდით რამე თუ ყოფეთ რომელისა ქსუროდათ მისვლაი სადა არა არ ჭირი არამედ სიხარული განშვენდით პატიოსნად ახალნო მოწამენო და ჩვენ ცოდვილთაგან დიდად სანატრელნო მონაზონო და მართლმადიდებელნო ქალწულ მარიამს და ძესამისა ევედრეშიო და ძმანო რომელნიცა დაიკლენით რათა ჩვენცა მოგვიტევნეს შეცოდებანი ჩვენი აღავსო ქართლი და კახეთი მადლითა თქვენ მერითა უდაბნოსა ყვავილნო და ნერგნო ნაყოფნო შიო და ძმანო მოწამენო თანაზე არ იქმენით სისხლთამად განბანეთ ბიც ჩირქოვნებაი სულთაგან თქვენთაი თქვენი სულის ბიც ჩირქოვნება რომ ჩვენ გვაქვს აი თქვენ ეს განბანეთ სულთაგან თქვენთა შიო მღვდელმშვენიერო და ძმანო და მამანო უფლისა მონანო სურვილითა შენითა მოიძაგეს საწუთო ეს მონათა სათანადოთა ძისა შენისა და მარიამ ქრისტიანეთა შესავედრებელო და შემწეო სოფელი დაუტევე და სოფლისა ყოველივე შვებაი მოიძაგე და საუკუნოს ამის ნეტარებისათვის იღწოდი და სისხლთა შენითა განიბანე წიკული გვამისა შენისა ლექთა მიერ უმოწყალოთ აღსრულებულნო ნეტარო შიო და ძმანო ჩვენცა მოგვიხსენენით მონანო უფლისანო მოაშთეს მტერი ბოროტი სისხლთა თქვენთა ნაკადულსა შინა და ვითარცა სამნი ყრმანი ცეცხლსა ესრედ ღაღადებდით კურთხეულ ხარშენ უფალო ღმერთო მამათა ჩვენთაო ეს უკვე საგალობლები ეს ცხრაგალობა თავის წესია გამოს და ერთ-ერთი გალობა აი მას ადარებს იმ წმინდანს აი სამ ყრმას და ეს არის მერვე გალობა და როგორც ისინი ამბობდნენ კურთხეულ ხარშენ უფალო ღმერთო მამათა ჩვენთაო აი ესეთნაირად თქვენც ადიდებდით უფალს
ჩვენ ერნი ქართლისა და კახეთისანი მღვდელმთავარნი და მღვდელნი მეფენი და მხედარნი ვაკურთხევთ ღმერთსა რომელმან გვაცხოვნა მონანი მისნი სოფელი მიმომქცევი და მსწრაფო წარმავალი მოიძაგეთ და მისი გემოვნება იუგემონი განაგდეთ შიო მეორე ისააკო და მამანო ცხოვრთაებრ დაკლულნო ხელთა გამყრობითა ძღვნად მეფისა შეიწირენი ტრაპესა მეფისა ანუ ქრისტესა საუფლოსა დაეგენით და ყოველთა დამბადებელისა მიმართ ხმობდით აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა და აღმაღლებდით მას უკუნისამდე შიო პირველ სოფელსა შინა იშვებდი ცხოვარ ზროხათა სიმრავლესა მამისა შენისასა თავიდან ესე იგი აი მამაშენის ძროხები მოკლედ აი ამ ესეთ ოჯახში ცხოვრობდი სადაც ესეთი დიდი სიმრავლე იყო ძროხების ესე იგი და სიმრავლესა მამისა შენისასა და არვეთა თანაწმინდათა საფოფინებ ეხლა კი შენ გახდე თვითონ აი ამ არვე ანუ ამ ცხვრის ფარის წევრი ვითარცა ყრმა ძმისა მიმღებელი აკურთხნა უფალმან და მაკურთხეველნი შეამკნა ერთგუნი მონანიშიო და მისთანა ნაწამებნი მამანი ლოდის საკიდური ვითარცა დავით მოიღო მადლით იერუსალიმით გარეჯად როგორც ეს დავითმა ეს მადლის ქვარო ჩამოიტანა დავით გარეჯელმა იერუსალიმიდან ეგრეთვე შენ დაკვლითა და სისხლითა მოიპოვე მადლი სულიერი მამაო ჩვენო აი დავითმა ხო ის მადლი მოიპოვა და ჩამოიტანა იერუსალიმიდან აი შენ ესე მოიპოვე მადლი სულისაწმინდისა დღეს ხსენებასა თქვენსა ვიხარებთ და ვაქებთ დამბადებელსა რომელმანცა მოგცენა მადლი ესე ვითარნი მოწამენო შემწენო ჩვენო და მთავრდება ეს ბოლო მუხლია შენ მიმადლებულო ქალწულო გვითხოვე ძისა შენისაგან შენდობა იცოდვათა ჩვენთა მღვდელთა და მეფეთა მადლითა შიო და თანაზე ერთა მისთაითაი მათი მადლით გამოავლინე სისხლთა შენთაგან კამკამებას მონასტერი გარეჯისა აი გარეჯის მონასტერი შენი სისხლით კამკამებს მოკლედ ესეთი სიტყვებია და ძმანი გნატრიან რომელთა მოგემადლა სასუფეველი შიო და მამანო ჩვენცა მოგვიხსენენით აი ეს არის წმინდა შიო ახალო შიო ესე მიმართავენ შიო ერქვა და ბერუბაში და არ ვიცი თერისკაცობაში აწერია როგორ ერქვა და ესე იგი ახალი შიო ну ცხადეში მღვიმელის სახელი ერქვა და ესე იგი აი მოკლედ ეს იყო ეს შესხმა და შეგვიწევს შიო ახლის გარეჯელის და ხუთნი მამანი მასთან ერთად წამებულნი ну შემდეგ წმინდანის შესახებ მინდა გესაუბროთ ესეც მინდა გითხრათ რომ ახალია ჩვენთვის ახალი იმიტომ რომ არ არის დიდი ხანი რაც მისი წმინდა ნაწილი ჩამობრძანდა არ ქონდა თუმცა მისი ხსენება არ არის 1 ივნის არც 2 ივნის არამედ 3 ივნის და მე ვსარგებლობ ამ შემთხვევით რომ ფაქტურად როგორც მოგახსენეთ ლევანდელი ეს წელი უკვე ფაქტურად იმეორებს უკვე ჩვენ მიერ აი იმ წმინდანებს რომელთა შესახებ უკვე ვისაუბრეთ აი ამ წმინდანის შესახებ კი არ ვისაუბრე ახლა მოგახსენებთ ну გარკვეულწილად ეს თემები მეორდება რა თვალსაზრისით რომ ჩვენ უკვე უბრუნდებით ერთხელ უკვე ნასაუბრებ თემას ოღონდ სხვა კუთხით ანუ ჩვენ ვისაუბრეთ ამ თემაზე რაზეც ახლა უნდა მოგიყვეთ ვისაუბრეთ ეს არის არ არის დიდი ხანი სხვათა შორის ეს არის 322 საუბარი წმინდა რემიგიუსის შესახებ რეიმსის ეპისკოპოსი რემიგიუს რეიმსელი მის შესახებ ვისაუბრეთ და ფაქტურად ამ წმინდანთან რეიმსის ეპისკოპოს რემიგიუსთან არის დაკავშირებული ფრანგი ერის დაბადება ეს არის მე-6 საუკუნე მეფე ესე იგი კლოდვიგი მეფე კლოდვიგ პირველი ესე იგი რომელიც 15 წლის ასაკში გახდა ფრანკების მეფე
აი ჩვენ აი მეფე კლოდვიგის შესახებ ვისაუბრეთ და რემიგიუსის შესახებ ეპისკოპოსის რომელთანაც არის ეს ყველაფერი დაკავშირებული და მაშინაც ვახსენეთ ეს წმინდანი ეს არის დედოფალი წმინდა კლოტილდა ოღონდ კლოტილდას შესახებ არ გაგვიმახვილებია მაშინ ესე განსაკუთრებით ყურადღება მიუხედავად იმისა რომ წმინდა კლოტილდა ნუ ფაქტიურად გადამწყვეტი როლი შეასრულა მთელ ამ ისტორიაში. ანუ ჩვენ ახლა პირველი ფრანკები იყვნენ ესენი და ეს ველური ბარბაროსთა ტომები იყვნენ ფრანკები, ბურგუნდები, ვიზგოტები და ალმანები ცხოვრობდნენ აი ამ ტერიტორიაზე დღევანდელი საფრანგეთი, გერმანია, მოკლედ აი ეს ტერიტორიაა. და აი ახლა ესე იგი ფრანკების ეს თვითონ კლოტილდა იყო ბურგუნდიელი და სხვა შორის ბურგუნდიელების შესახებ გვისაუბრია, ამასაც მოგახსენებთ, ესე იგი წმინდა მეფე სიგიზმუნდის შესახებ ვისაუბრეთ, ამასაც მოგახსენებთ, რომელი საუბარია და იქ არის ეს ამბები, ესე იგი, ოღონდ ახლა მე ცოტა თავიდან დავიწყებ და ახლა ჩვენ უნდა ვისაუბროთ წმინდა კლოტილდაზე. მისი წმინდა ნაწილი გაგვაჩნია ნამცეცი და ახლა მე რომ მოგიყვებით რა გამოიარა კლოტილდამ თვითონ, მაგრამ განსაკუთრებით შემდეგ მისმა წმინდა ნაწილებმა, შემდეგ დამეთანხმებით რომ ეს ნამცეციც რაღაცა დიდი ძალიან ის არის, ნუ აი გაჩვენებთ მოკლედ ამ ყველაფერს. ნუ ესე იგი როგორც საერთოდ ყოველთვის ვცდილობ თუ გვაქვს ამის რეალურად, ესე იგი საშუალება ვამბობთ რა არის წყარო, პირველ წყარო ეს არის წმინდა გრიგოლი ტურის ეპისკოპოსი, გრიგოლ ტურელი, მით უმეტეს რომ კლოტილდა შემდეგ ცხოვრების ბოლოს სწორედ ქალაქ ტურში ცხოვრობდა საფრანგეთში, მოგვიანებით გრიგოლი შემდეგ და გრიგოლ ტურელს აქვს ძირითადად ეს ამბები აღწერილი ფრანკთა ისტორია, ესე ქვია. ფრანკების ისტორია. აი ეს არის მთავარი წყარო და ასევე ფრედეგარიუს სქოლასტიკოსი. ესეთი ავტორი არის 660 წელს გარდაიცვალა გრიგოლ ტურელი მე-6 საუკუნე, ეს ცოტა გვიანდელი ავტორია და ფრედეგარიუსის ქრონიკა, ესე ქვია ამ ნაწარმოებს, სადაც აღწერილი არის ეს ამბები. ეს არის პირველ წყაროები. ნუ, ესე იგი, ვიზეა ლაპარაკი, ნახეთ, საფრანგეთის ესე იგი საფრანგეთი როგორც ასეთი მაშინ შეიქმნა, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ და აი პირველი საფრანგეთის პირველი დედოფალი წმინდა კლოტილდა, რომელიც წარმოშობით ბურგუნდიელი იყო, აი ამის და უამრავი არსებობს აღწერა და სხვათა შორის შემდეგი ავტორები არ ვიცი საიდან მოქონდათ რაღაც გადმოცემების გამო რაღაცა ბევრი რამე შეცვალეს მერე კლოტილდას ცხოვრებაში რაღაც ბევრი ეჭვი და ვარაუდი გამოთქვეს, თუმცა რა თქმა უნდა მათი მოსაზრებებიც ძალიან მნიშვნელოვანი და პატივსაცემია, იმიტომ რომ რაღაც ანალიზი გაუკეთეს მოკლედ მის ცხოვრებას, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ პირველ წყაროების მიხედვით ვისაუბრებთ და კიდევ ერთი პატარა შესავალი მინდა გავაკეთო სანამ დავიწყებ, რომ როდესაც ჩვენ რემიგიუსზე ვსაუბრობდით, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ეს 328 საუბარი წმინდა რემიგიუსის შესახებ რომ საუბრობდით, მე მაშინ მოგახსენეთ ესეთი რამ და ეს ახლა დღეს დავჭირდება ძალიან, რომ ესე იგი გრიგოლ ტურელი რო აღწერს ამბებს, რო აღწერს და კიდევ ესე იგი მისი თანამედროვე ავტორები რო აღწერენ ამბებს, უბრალოდ აღწერენ ყოველგვარი ზნეობრივი შეფასებების გარეშე. ამან ის მოკლა, იმან ეს მოწამლა, რაღაცა ეს ყველაფერი ესე მოხდა. ხო და აი ეს ზნეობრივი შეფასებები სწორედ ამ ავტორებისგან იწყება და განსაკუთრებით წმინდა რემიგიუსმა ძალიან ბევრი იშრომა, რომ აი დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ამან რომ ეს მოკლა, რომ ეს რა საშინელი საქციელი ჩაიდინა, ხო? შეფასებას ვაკეთებთ, კი არ განვიკითხავთ, შეფასებას ვაკეთებთ და ეს ფაქტიურად ისტორიის შეფასება ეს არის სწორედ აქედან მოყოლებული, აი რემიგიის გრიგოლ ტურელი იყო პირველი, მანამდე საერთოდ
ხშირად არ არსებობდა ეს შეფასება, რომელიც აკეთებს ანალიზს. ისტორიის ანალიზს აკეთებს რა რატომ შეიძლება და მომხდარიყო და აი თუ მეფემ რაღაც სოფელი ამოწყვიტა თუ ვიღაცები დახოცა მერე ვიცის რომ მოხდა აი რა შეიძლება მათ შორის იყოს კავშირი მაგალითად რა აი რაღაც ამდაგვარი მოკლედ ეს ძალიან მძიმე პერიოდია ეს ფრანკების ისტორია რასაც გრიგოლ ტურელი აღწერს მე ბევრჯერ მithქვამს ეხლა დღეს ესენი არ გამოჩნდებიან მაგრამ ლეგენდარული აი ბოროტების სიმბოლო ქალები ფრედეგუნდა და ბრუნჰილდა აი ესენი აი ახლოს ავართ ჩვენ ამ ამბებთან დროში ეს სწორედ ამ ფრანკების ისტორიაშია თუმცა დღეს ისინი არ გამოჩნდებიან არამედ სხვა ამბებზე გვიქნება საუბარი და მოკლედ ვიწყებ ძალიან ჩახლართული ესე იგი მინდა გითხრათ კიდევ ერთი რომ ძალიან დიდი დრო და ძალიან ბევრი შრომა დამჭირდა რომ აი ამ ბევრი ახლა ვინც არის აქ ნახსენები ეს პიროვნებები მათი სახელები და აი თითოეული მათგანის შესახებ უნდა წაიკითხო რომ თითო როგორც ეს ამბები აი რაღაცა თითო წინადადება ამოკრიფო აი რაც გაინტერესებს ადამიანს მაგალითად ეხლა ჩვენ კლოტილდაზე გვაქვს ლაპარაკი კლოტილდა კროდეკილდის ეს არის ლათინურად კროდეკილდის და კლოტილდა არის ფრანგული ისი ტრანსკრიფცია ამ სახელის და ძველ გერმანულ ენაზე ეს ნიშნავს ომში ბრძოლაში სახელგანთქმულს ბრძოლაში განდიდებულს თვითონ სიტყვა კლოტილდა ნიშნავს ამას ან ესე იგი საქები ესე იგი საქებარი მებრძოლი თუ რაღაც ამდაგვარი რომელიც დაიბადა 475 წელს ეს არის ის პერიოდი როდესაც რომის წმინდა იმპერია დაემხო და ძირითადად აქ აი ამ ტერიტორიაზე ნუ რომის იმპერიის ტერიტორია ესა აი ეს როგორ ჩამოგითვალეთ კიდევ ერთხელ გეტყვით ბურგუნდები, ვიზგუტები, ფრანკები და ალმანები ტომები არიან ესენი რომლებიც გალია ერქვა მაშინ ესე იგი ამ ადგილს აი ამ გალიის რო გაიყონ მოკლედ რაღაცნაირად თავეთი და თან ესე იგი კიდე ამას ემატება რომ ესენი ნაწილი წარმართები არიან და ნაწილი არიან ვითომ ქრისტიანები, მაგრამ არიან არიანელები. ოღონდ ეს არიანელობაც რაღაცა გაუაზრებელი და მოკლედ ვითომ არიან ქრისტიანები, მაგრამ სინამდვილეში, ნუ აი რაღაცა ძალიან უხეშ მოკლედ ძალასთან და უხეშ პრინციპებთან, უпростоრად პრინციპობასთან ყველაფერი, ესე იგი არის დაქვემდებარებული აი ამ ბრძოლა არსებობისათვის, მოკლედ აი ეს პერიოდია რა. ნუ მამა კლოტილდასი ხო განვით აი თითქოს რაღაცა არ ვიცი ხა რა შევადარო ესე იგი ესე იგი მოკლედ რატო ვაკეთებ ამ შესავალს რაღაც საშინელი ამბები უნდა მოგიყვეთ აი საშინელი ამბები რომელსაც თითქოს ესენიც კი აი ვინც მაგალითად წმინდანებად არიან შერაცხილი ბევრი გარშემო ეს კლოტილდა მისი ბიძაშვილები მისი რაღაც აი შვილები რაღაც აი გარშემო აი ზოგი მხეცია და ესა და ზოგი მოექცა ამ სიმხეცისგან და წმინდანათაც არის შერაცხილი რა ხო და ეს მამა მაგალითად ეხა ნუ წმინდანად არ არის შერაცხილი მაგრამ ნუ მსხვერპლია რა ძმამ თავისმა ძმამ მოკლა ხო და აი ეს შეფასებები მოკლედ აი რაც ითრავს ფიქრობდი რომ აი როგორ შეიძლება მაინც რაღაც ამას რო შეხედოს ადამიანმა რაღაც შეფასების თვალით რა აი წარმოიდგინეთ როგორი სიმხეცეა და საშინელი საყურებელია აი ეს ბრძოლები წესების გარეშე ხო დღეს რაც ნუ გლადიატორებსაც უწოდებენ ამათ და რაღაც ხო და რატომღაც ადამიანი მიდის ნებაყოფლობით და აი ამ ესე იგი ჩაკეტილ ესე იგი რინგზე ნუ ეს კრივი კიდე ცალკე საკითხია მაგრამ ეს არის ჩაკეტილი სივრცე ეს 8 კუთხედი და ესე იგი ასისხლიანებენ ერთმანეთს და ხშირად ფატალურადაც ვთავდება ხო ეს ამბავი ოღონდ რატომღაც ამას ადამიანი როგორც სანახაობას ისე უყურებს მაყურებელზე მოხ ეხა ლაპარაკი და
არაკეთებს ნეობრივ შეფასებებს რა, როგორ ეს რა ცუდი კაცია, რომ ამას მეორეს დაარტყა ხელი თუ ფეხი ჩაარტყა თავში თუ მოკლა თუ დაასისხლიანა თუ რაღაც. რატო? იმიტომ რომ ესენი შეთანხმებულები არიან ამ წესებზე ორივენი, ხო და იქ შედიან ამ ხარკიტულში თუ რაღაც ამ მაშინ რა ქვია, ესენი შეთანხმებულები არიან, რომ შეიძლება ერთ-ერთი ვერ გამოვიდეს, რომელი იქნება ეს ერთ-ერთი არავინ არ იცის წინასწარ და ამიტომ თითქოს აქ ზნეობრივი შეფასებები არ კეთდება რა. თუმცა თავისთავად რა თქმა უნდა ზოგადად რო აიღოთ, ნუ საშინელი სიმხეცია, ხო? რა სუგავთ სახე ამ მებრძოლებს და ნუ რა ვიცი, მოკლედ ამაზე აღარ გავაგრძელებ ახლა საუბარს, იმიტომ რომ თვითონ ესენი სპორტსმენებად თვლიან თავის თავს და ასეთი სახის სპორტია. მოკლედ რომ დასახიჩრებულები დადიან. ნუ რა ვქნათ? ესეა რა. რეალობაა მოკლედ ეს. აი რაღაცა ამ დაგვარი ამბავია, ყველა შეთანხმებულია ამ წესებზე, რომ ესენი ხოცავენ თავიანთ ძმებს, მშობლებს, შვილებს ხოცავენ, აი შვილს მაგალითად, აი ეს წმინდა სიგიზმუნდი რეალურად ესე იგი ძალიან დღეს ვახსენებთ, ახლა გვექნება საუბარი, საკუთარი შვილი მოკლა. და მიუხედავად ამისა წმინდანად შეირაცხა, მოწამე იყო. და რატო ამის შესახებ წმინდა სიგიზმუნდზე ჰქონდა საუბარი, რომელმაც თებეს ლეგიონერებისთვის ეს არის წმინდა მავრიციუსის მონასტერი ააშენა, რომელიც აი დღემდე არსებობს რა მოკლედ ეს მონასტერი. ხო და არ ვიცი, მე ამ შეფასებებს ახლა ვერ გავაკეთებ. ეხლა რატო? იმიტომ რომ მამა კლოტილდას, ეხლა ჩვენ დღეს კლოტილდა გვაინტერესებს, კლოტილდა ბურგუნდიელი და მისი მამა ჰილპერიკ მეორე 496-491 წლებია. ესე იგი არ ეცადოთ ამის დამახსოვრებას, უბრალოდ მაინც ვასახელებ, რომ რაღაცა ეს კავშირები მოვლენებს შორის იყოს და 473 წლიდან ბურგუნდიის მეფეა. ეს ბურგუნდიაც დაყოფილია ძმებს შორის სამ ნაწილებად და ერთ-ერთი ნაწილის და მამამისი გუნდიოხი, ესე იგი გუნდიოხის გარდაცვალების შემდეგ ეს კიდე ცალკე თემაა ეს მამა, ეხლა ამ ფრანკების ისტორიას ეხლა ესე ვერ მოყვებით გასაგებია და მოკლედ 4-ად გაიყო ეს ბურგუნდიის სამეფო და ესე იგი აი ამ ჰილპერიკის რეზიდენცია იყო ქალაქ ლიონში. ლიონი, დღევანდელი ლიონი და 4 ძმა იყო, ესე იგი გუნდობადი, გოდეგიზელი, ჰილპერიკი და გოდომარი. ჰილპერიკ მეორე და ესე იგი გოდომარი და აი ეს გუნდობადი უფროსმა ძმამ მოკლა თავისი ძმა ჰილპერიკ მეორე კლოტილდას მამა მახველით თვითონ თავისი ხელით მოკლა საკუთარი ძმა, რომ მის სამეფოს ესე იგი აი ნაწილს დაუფლებოდა და ფაქტიურად დაიწყო ამ ბურგუნდიის გაერთიანება, აი ამ ასეთნაირად, შემდეგ კიდევ რაღაც მოვლენები მოხდა, მაგრამ ჩვენ ეხლა ამას აღარ მივყვებით მაგ თემას, ესე იგი აქ ლაპარაკია, როგორც მოგახსენეთ, გუნდობადი, რომელმაც გაერთიანა ბურგუნდიის სამეფო და აი ამ გაერთიანებული ბურგუნდიის სამეფოს პირველი მეფე იყო წმინდა სიგიზმუნდი. სიგიზმუნდი, რომელიც ასევე მოკლეს, აი რატო მოკლეს კიდე ამას დღეს მოკლეთ ვიტყვით, მაგრამ ასევე მოკლეს თავისმა ბიძაშვილებმა კლოტილდას, გრიგოლ ტუროს უწერია, რომ შემდეგ კლოტილდა მოკლეთ, ესე იგი კლოტილდა ჯერ პატარაა ძალიან აი ამ დროს, როცა მამას უკლავენ, 18 წლის არის და კლოტილდას კიდე ხა ჩვენ ნელა გადავიდეთ კლოტილდაზე, ხა ვერ მოვასწრებ, ხა მე რო ყველაფერი მოვყვე, ვერც მოვყვები, იმიტომ რომ დიდი ამბებია ძალიან. მოკლედ აი ეს ჰილპერიკ მეორე, მისი ქალიშვილი კლოტილდა დედა ესე იგი დედაც მოუკლა ამ კლოტილდას ამ ბიძამ, ესე იგი მამამისი მოკლა და ასევე ეს დედის შესახებ რამდენიმე ეს სახელია, ცნობილი, რომ რა ერქვა არ არის ზუსტად, რა მოკლედ ცნობილი, უფრო ყველაზე სავარაუდოა, რომ ერქვა აგრიპინა სახელად, კისერზე მოაბაქვა და ჩააგდო წყალში ცოცხალი ადამიანი. ხო გეუბნებთ ახლა, წინასწარ გეუბნებთ, რომ სიმხეცეები უნდა მოგიყვეთ. ესე იგი ამ გუნდობადმა საშინელმა კაცმა რა ვთქვათ, ხო, ჩვენი შეფასებებით. თუმცა ზუსტად ასევე შეიძლება ალბათ იმ ძმას ეზმა მოეკლა და რა ვიცი. და ესე იგი ორი ქალიშვილი დარჩა.
და ამ ქალიშვილების შიში მაინდა-მაინც არა გუნდობაც რომ სამეფოს აართმევენ. და ამიტომ ესენი გააძევა სამეფოდან და 493 წელია ეს ამ შემთხვევაში ამათი გაძევების თარიღი. ეხლა მე უნდა გაჩვენოთ თქვენ გუნდობადის არაფერი არ აქვს მაინდა-მაინც, მაგრამ მაინც რაღაცა უცნაური გამოსახულება გვაქვს გუნდობადის. ვიცი როგორ გაჩვენოთ ეხლა რაღაცა დაემართა ამ იმას რა ქვია. აი ამ ჩემს ხელსაწყოს რა ქვია iPad-ს. აი ეს არის გუნდობადი, ნახეთ. აი ესე ეს ახალი ქანდაკებაა. აი სად არის იცით ეს ქანდაკება ნახეთ. აი ეს რაღაც თეთრი ლაქა აქვს შიგნით და უკაცრავად ამისთვის. ხო და აი ხა ნახეთ როგორ არის. აი ხედავთ ფანჯრის აი ეგ რაღაცა ეხა თითით გაჩვენებთ. აი თითი, აი ეგ არის. აი შეთანამედროვე შენობაა და აი ჩასვეს ესე იგი აი ამ ჩარჩუშტი რაღაცა გააკეთეს ქანდაკება. და რაღაც სახლია თანამედროვე და ეს არის გვიანდელი, რომელი წელი, მე-20 საუკუნეში გაკეთებული პატარა ესეთი ქანდაკება. აი ეს არის გუნდობადი. ეთყობა რაღაცა გამოსახულების მიხედვით აღადგინეს. მოკლედ რაც შეეხება, ესე იგი ორიოდე სიტყვით დის შესახებ მინდა გითხრათ. ესე იგი ესა დას დის სახელი არის სედელევბა, რომელიც მონაზვნად აღიკვეცა და კრონა დაერქვა, როგორც მონაზონს და ეს უფროსი და არის და უმცროს დას ქვია სახელად კლოტილდა. მოკლედ ესენი ესე იგი გოდეგიზელი არის, როგორც ჩამოგითვალეთ, 4 ძმა იყო. ამ ერთმა მოკლა მეორე და ერთ-ერთი ძმა, რომელიც აი ბურგუნდიის სამეფოს ნაწილის მმართველია თუ მეფეა ჟენევაში, დღევანდელ ჟენევაზეა ლაპარაკი. აი გენავა მაშინ ესე ერქვა და ეს თავისი ძმისშვილები, თავისი მოკლული ძმის შვილები მიიღო თავის სამეფოში აბსოლუტურად გახსნა და ამით თავის ძმას ფაქტიურად დაუპირისპირდა ამ გუნდობაც. დაუპირისპირდა ეს გოდეგიზელი და იმითი რომ მხარი არ დაუჭირა მოკლედ მის ამ საქციელს. და რაღაცა დროის შემდეგ რაღაც გავიდა და ეს სედელევბა ჯერ მოკლედ ამის შესახებ მოგიყვებით, სანამ კლოტილდაზე გადავალთ, მოკლედ მონაზონი გახდა და კრონა დაერქვა. კრონა, არ ვიცი ხა თვითონ აირჩიეს სახელი თუ აურჩიეს ეს კრონა საიდან არის. ნახეთ, ეს ყველაფერი ეს მოვლენები რაღაცნაირად ერთმანეთთან ძალიან კავშირშია. კრონა დაკავშირებულია სახელი ამ თებეს ლეგიონთან და დაკავშირებული არის სახელი ვიქტორთან. ვიქტორის თანამოღვაწე იყო კრონა. მოწამეობრივად აღესრულა ვიქტორიც და კრონაც ოღონდ ეს არის გაურკვევლობა, მოკლედ აქ რატო გეუნებით ახლა მოგახსენებთ, რომელი ვიქტორი არის. ესე იგი ეს როგორც კი თებეს ლეგიონთან ვიქტორის ხსენება იმ წუთშივე შეკითხვა ხდება რომელი ვიქტორი. იმიტომ რომ რამდენიმე ვიქტორი იყო იქ 2 თუ 3 სულაც. და ესე იგი ვიქტორ ზოლოტურნი ქალაქია, ზოლოტურნელი, ესე ქვია ურსი და ვიქტორი მათ შესახებაც გვისაუბრია, ჩვენ მისი წმინდა ნაწილიც გაგვეჩნია და აი კრონა მათთან ერთად, ოღონდ ეს კრონა და ეს ვიქტორი ის არის თუ არა, ესე იგი რომელიც აი მოკლედ ეს ვიქტორ ზოლოტურნელი არის კრონასთან დაკავშირებული თუ არა და სავარაუდოდ არათან. ნახეთ, ესე იგი აი ეს არის შეკითხვა და ეს სახელი დაერქვა ამ ვიქტორის გამო და სწორედ ვიქტორ ან სხვა ვიქტორის გამო რა, მოკლედ სხვა ვიქტორი იყო კრონასთან. ხო და ეს ზოლოტურნელი ძალიან მნიშვნელოვანია. ზოლოტურნი, როგორც მოგახსენეთ, დღეს არის შვეიცარიაში ქალაქი. ესე იგი, როგორც ფარველი წმინდანი ამ წმინდა, ესე იგი, სედელევბასი წმინდანია სხვა შორის. და ანუ კრონასი, როგორც მონაზონის იყო, იმიტომ რომ მას განსაკუთრებული სასუება და ახლა ეს ხალხია, მდიდრები იყვნენ, მაინც მიუხედავად ყველაფრისა, რაღაცა ეკუთვნოდათ. მამა კი მოუკლა იმან, მაგრამ მაინც რაღაც თავიანთი ქონება ჰქონდათ. და მთელი ეს თავისი შესაძლებლობები აი ამ სედელევბამ
გამოიყენა იმაში, რომ აშენებდა მონასტრს, როგორც შემდეგ კლოტილდა სხვათა შორის. და აი აშენა, ესე იგი, აი ამ წმინდა ვიქტორის და ურსის ტაძარი ჟენევაში, კი არა, უკაცრავად, ზოლოტურნში და მოიპოვა წმინდა ნაწილები აი ამ ვიქტორის. და ამათ ყავდათ კიდე ტეუდელინდა ან გოდგიზელის ბიძის, რომელმაც შეიწყნა რა ცოლი, ესეც საოცრად ღვთისმოსავი ქალბატონი იყო, როგორც მოგახსენეთ, მაშინ ძალიან ესე იგი არეული იყო ეს აღსარებლობა და ძირითადად ეს ბურგუნდიელი თავრები და ყველანი არიანელები იყვნენ, მაგრამ აი ეს ტეუდოლინდა მართლმადიდებელი იყო, ნუ რას ნიშნავს, ნიკეის სარწმუნოების ესე იგი მიმდევარი იყო, მაშინ არ იყო ეს დაყოფილი როგორც დღეს არის ეკლესია, თუმცა ეს არსებობდა და მთავარი ყმუყის ნიკეის კრების, ნიკეის ქრისტიანები ესე ეწოდებოდნენ და ესენიც ესე აღზარდა ეს დებიც და ამ დებს ეს ეხმარებოდა მშენებლობაში ტეუდელინდა და ჟენევაში გადმოასვენეს მოკლედ ამ წმინდა ვიქტორის და ურსის ეს წმინდა ნაწილები და მოკლედ ბოლომდე არსებობდა, ბოლო იყო რეფორმაციის პერიოდი, ანუ ესე იგი შემდეგ რასაც საფრანგეთის რევოლუცია მოიტანა თუ მოყვა, ნუ ჯერ ეს რეფორმაცია იყო და დღეს გვექნება საფრანგეთის რევოლუციის იზოლებული ვიქნებით, რომ ახსენოთ რა ხსენება უნდა, მაგრამ მაინც. და მოკლედ ესეთი იყო ეს კრონა. რომელმაც ესეთი და დაინგრა მერე ეს წმინდა ვიქტორის ტაძარი ჟენევაში აღარ არის დღეს. ხო და მოკლედ ეს. ნუ ჩვენ ახლა წამოვიდეთ აქეთ. გადმოვინაცვლოთ და ესე იგი კლოდვიგი პირველი. კლოტილდას მეუღლე. აი ეს კლოდვიგზე ქონდა ჩვენ საუბარი, როდესაც რემიგიუს რეიმსელზე საუბრობდით, კლოდვიგ პირველი. კლოდვიგ პირველი 15 წლის იყო მამის სიკვდილის შემდეგ, რომ გახდა ფრანკების, აი ამ ესე იგი როგორც მოგახსენეთ ეს ტომები იყო და ფრანკების გახდა კლოდვიგი პირველი და წამოიზარდა ახლა ეს კლოდვიგი და ახლა ნუ ცხადია, რომ ამ ტომებთან ყველასთან რაღაცა ურთიერთობა აქვს, მოლაპარაკებები და თავისი ელჩებს აგზავნის, თუ მსტოვრები, ახლა ცუდი სიტყვა უკვე, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში აი ის ვისაც აგზავნის რა, თავის მსახურებს მოსალაპარაკებლად და თან ესენი კი დადიან და მოლაპარაკებებს აწარმოებენ ამ მეფის სახელით, მაგრამ თან ათვალიერებენ ეხლა ცხადია, ხო, 15 წლის იყო, გახდათ 16-ის, 17-ის, 18-ის, მოკლედ გაიზარდა და ნუ ცხადია, რომ ლაპარაკი ემაზე, რომ ცოლი უნდა შეირთოს. და რა თქმა უნდა, ეს ის პერიოდია, როდესაც ნუ მერეც იყო რა თქმა უნდა ეს, მაგრამ ეს როდესაც ცოლის შერთვა პოლიტიკური ტიპის, ესე იგი, რაღაც მოვლენა არის. და ძირითადად ფიქრობს კლოდვიგი ამ შემთხვევაში, რომელი სამეფოს პრინცესა შეირთოს, რომ ამ სამეფოსთან დაამყაროს, ესე იგი, ამ სახით ურთიერთობა და აი სწორედ არჩევანი ბურგუნდიის პრინცესაზე შეჩერდა კლოტილდაზე და ჩამოვიდნენ ელჩები და ჩამოუტანეს ამბავი, რომ ნუ არა მარტო რაღაცა გადასარევად ლამაზია ეს კლოტილდა, ულამაზესი 18 წლის ახალგაზრდა ქალზეა ლაპარაკი, არამედ არის საოცრად ჭკვიანი, აღზრდილი, განათლებული იმ დროისათვის და ნუ მოკლედ ესე დაუსწრებლად შეუყვარდა კლოდვიგს ეს პრინცესა. ოღონდ ეხლა რაშია საქმე? მოკლედ როგორც მოგახსენეთ ეს რა ქვია გუნდობადი. ეს გუნდობადი მოკლედ თავის ძმა მოკლა, რომ მეფე გამხდარიყო და ცხადია, რომ ესე იგი ამ მაინდამაინც ამ თავის მოკლული ძმის შვილებს არ წყალობს ესა. და ცხადია, რომ ისინი კი მეორე სხვა ძმასთან იმალებიან, მაგრამ ესე პირდაპირ ადვილი არ არის აი მოლაპარაკებების წარმოება, მით უმეტეს, რომ ასეთ ჭკვიან ქალზეა ლაპარაკი, ახალგაზრდა ქალზე კლოტილდაზე, რომელიც უნდა დათანხმდეს თან ამ ყველაფერს აუცილებლად. სხვანაირად არ გამოვა, რთული სიტუაცია და მოკლედ რას აკეთებს ხა ეს. საოცარ ამბავს აკეთებს. თავის ერთ-ერთი მრჩეველი და ნუ დაახლოებული პირი არის ავრელიანუსი, რომაელი.
ჭკვიანი კაცი, რომელსაც ენდობა რა, ეს კლოდვიგი. მოკლედ, ეს ავრელიანუს გადააცმევენ იმას მაწანწალად რა და მოკლედ როგორც მაწანწალა ისე დადის და შევა იმ სამეფოში და როგორც მაწანწალა არავინ ყურადღებას არ აქცევს და შეხვდება კლოტილდას. შეხვდება კლოტილდას და მოკლედ მოუყვება ამ ამბავს, რომ მას ჩუმად თურმე კლოდვიგის ბიჭედიც კი წამოუღია და ფრანკების მეფის, ახალგაზრდა მეფის წარმოგზავნილია და ხელს თხოვს. აი ამ გზით, მაწანწალას გზით და ნუ ესეც ხა როგორც მოგახსენეთ, ძალიან ჭკვიანი ქალი იყო და თავიდანვე ესე უთხრა ამ იმას ავრელიანეს, რომ იცი რაშია საქმე, რა თქმა უნდა მე თანახმავ იქნები, რა თქმა უნდა, აი ხა ამ შემთხვევაში, ჩემ შემთხვევაში რომ მამა მომიკლეს, ესე განდევნილებაში ვარ, კი ვარ ბურგუნდიის პრინცესა, მაგრამ ნუ აი ესეთი დაჩაგრული ვარ და რა თქმა უნდა მე ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი, მით უმეტეს კლოდვიგი, ნუ ეხლა შეგახსენებთ უბრალოდ რომ რემიგიუსმა როგორც კი კლოდვიგი 15 წლის მეფე გახდა წერილი მიწერა და უთხრა როგორი უნდა იყოს მეფე საერთოდ ჩამოუთვალა და კლოდვიგმა ყველაფერი საპირისპიროდ გააკეთა თავიდან ესე იგი ნუ სასტიკი მხეცი რაღაც ესეთი მაგრამ აი დრო არის რა მოკლედ რაღაცნაირი ესეა ეს ხალხი შეთანხმებული ერთმანეთთან ამაზე ხო და მოკლედ თანახმაა ეს ამ კლოდვიგის განთქმულია ეს კლოდვიგი მეფე და მებრძოლი და რაღაცა ოღონდ უკვე ნახეთ როგორც აი თავის მისი ჭკუა და მისი სიბრძნე რაში ჩანს ნახეთ ამ ხალხს ეუბნება რომ ოღონდ მე მაქვს პირობა მე ვარ ქრისტიანი ნიკე ნუ მისთვის სიტყვა ქრისტიანი ერთ რამეს ნიშნავს ნამდვილი ქრისტიანია და მე ვერ ვიქნები წარმართის ცოლი რომ ჩემი შვილები უნდა მოუნათლო ქრისტიანულად და ჩემი ქმარი უნდა იყოს ქრისტიანი. რა თქმა უნდა, მე არ დავაძალებ მას, ხა როგორც კი ჯერ ქრისტიანი გახდეს და მერე შემირთოს ცოლას, მაგრამ ეს საკითხი იქნება სულ დღის წესრიგში. უნდა გახდეს ქრისტიანი კლოდვიგი. და ნახეთ როგორი ელჩია, ეცით ეს ავრელიანე, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებები მიიღოს, იმიტომ რომ ეს ახლა ძველი ამბებია, ზუსტად ასე აბრაამი თავისი შვილისთვის, ისააკისთვის ცოლს ეძებდა და თავისი ელიაზარი გააგზავნა, ესე იგი ელიაზარი გააგზავნა, რომელსაც უნდა შეერჩია და წამოიყვანა საცოლე რებეკა. ხო და იქვე უნდა შეთანხმებოდა და ამასაც რაღაც ეს უფლებები აქვს, მოციქულის უფლებები აქვს. მინიჭებული ეს ხა ცალკე თემაა, ჩვენ გვისაუბრია ამ თემაზეც, რა არის მოციქული და აპოსტოლოს ესე იგი ბერძნულად, ოღონდ ეს ძველი აღთქმიდან მოდის ეს თვითონ ცნება აღჭურვა ადამიანს, აღჭურვა უფლებამოსილებით, მოკლედ ეს ავრელიანი აღჭურვილი არის და შეუძლია, რასაც ეს გადაწყვეტს, მერე კლოდვიგი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს. და ეს კლოდვიგის მაგივრად პირდება და ეუბნება რომ დიახ კლოდვიგი თანახმა იქნება, აი ვალდებულებას ჩვენ ვიღებთ და მაშინ ეს გახარებული კლოტილდა აძლევს თავის ბიჭებს ამას. ამ ძონძებში გაახვევს ეს ამ ბიჭებს და წაიღებს. უკვე თამამი ხდება უკვე კლოდვიგი და უკვე აი ამ სწორედ ამ გუნდობადს შეუთვლის იმიტომ რომ ეს არის ხა მეფე კი ძმაც ჟენევაშია, მაგრამ მაინც თავარი ამ გუნდობადთან არის შეთანხმება და გუნდობაც აწყობს ეს. აწყობს იმიტომ რომ პრობლემა აქვს ამ ფრანკებთან, იმიტომ რომ ძლიერი სახელმწიფო ეს ფრანკების სახელმწიფო და ეხლა თუ ფრანკების მეფე დაუმოყვრდება და მის შვილს ცოლად მოიყვანს. თან მისი თანხმობით, მოკლედ აწყობს და თანხდება ამაზე. ოღონდ ეს კლოტილდა, ნახეთ, კიდევ ესე იგი სიბრძნე. ეს კლოტილდა ეუბნება რომ მე თანახმა ვარ, ოღონდ როგორც სასწრაფოდ უნდა ჩახვიდე კლოდვიგთან და აღარ უნდა დააყოვნოს, იმას სასწრაფოდ უნდა ითხოვოს ჩემი ხელი. იმიტომ რომ ცოტა მაინც რომ შეყომდეს, ჩაიშლება ეს ქორწილი. ეხლა რატო ჩაიშლება? იმიტომ რომ თურმე ესე იგი არიდიუსი ქვია სახელად ადამიანს, რომელიც არის მრჩეველი აი ამ გუნდობადის, რომელიც არის კონსტანტინოპოლში წასული. ის არდობადი თუ ჩამოვიდა, ეს ანუ არიდიუსი თუ ჩამოვიდა, ჩაიშლება ქორწილი. და მართლაც მომასწრო კლოდვიგმა თხოვა, გუნდობადი დათანხმდა და აი ცოტა ხნის მერე ჩამოდის არიდიუსი და ეუბნება რა სისულელე გააკეთე შენ აი ამ გუნდობადს, იმიტომ რომ ეს დობით აღჭურვილი პირი.
და რატო ესეუნება? იმიტომ რომ შენ ფრანკების მეფეს მიათხოვე კლოტილდა, შენ მიერ მოკლული ძმის ქალიშვილი. რა თქმა უნდა კლოტილდა როგორც კი ძალაუფლებას მოიპოვებს, აუცილებლად შულს იძიებს შენს. და ესეც მოხდა ფაქტიურად, ესეც მოხდა, თუმცა როგორც მოგახსენეთ, გრიგოლ ტურელს უწერია, რომ ეს იყო შურისძიება, რაც მერე მოხდა, ხო, უნდა მოგიყვეთ ეს ამბავიც. თუმცა სხვა მერე ისტორიკოსებმა თქვენს რომ ცდებოდა გრიგოლ ტურელი, როცა ამას ამბობდა, იმიტომ რომ შეუძლებელია წმინდანი ასეთი ყოფილიყო, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, ამ შეფასებებს ახლა ჩვენ ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ შეუძლებელია, თუმცა მეც ვფიქრობ, რომ სიტყვა შურისძიება, კი, შური იძია კლოტილდამ, იძია, ოღონდ ეს შურისძიება პოლიტიკური მოსაზრებებით იყო ნაკარნახევი და ამას მერე მოგახსენებთ ახლა ცოტა ხნის შემდეგ. ესე იგი ასეა თუ ისეა, კლოდვიგმა მოიყვანა ცოლად კლოტილდა. და მათ ესე იგი 5 შვილი ეყოლათ, 4 ვაჟი და ერთი ქალიშვილი, რომელსაც ასევე კლოტილდა უწოდეს. ეხლა მე ამ ამბებს აღარ მოგიყვებით, იმიტომ რომ მოყოლილი მაქვს, ესე იგი აი როგორ გახდა კლოდვიგი ქრისტიანი. რა მოხდა? ძალიან საინტერესო ამბებია, შევეხები ახლა ორი სტუდიით, მაგრამ მანამდე მინდა გითხრათ, რომ კლოდვიგი დიდი მოხალისე არ იყო ამ პირობის შესრულების, ახლა ქრისტიანების. წარმართი არის კლოდვიგი. მაგრამ მიუხედავად ამისა პირობა დადებული და ვერაფერს იზამს და პირველი შვილი მონათulis უფლება მიცა კლოტილდას. პირველი შვილი არის ინგომირი და მოინათლა ინგომირი და გარდაიცვალა ძალიან მალე. და ეს შეურგულდა ძალიან ეს კლოდვიგი და ეუნება კლოტილდას, რომ აი რომ მოუნათლე და ჩემი მამების ღმერთებს რომ უღალატე მე და რომ მოგეცე ამის უფლება, ამიტომ მოკლეს იმათმა, ამიტომ მოგდა და ეს კიდე ეუნება კლოტილდა, რომ რას ლაპარაკობ, მოვასწარით ბავშვის მონათლა, ესე იგი სუსტი ბავშვი იყო და შეიძლება და გარდაცვლილიყო და კიდე კარგი მოუნათლეთ, რომ მოუნათლავი არ წავიდა იმ ქვეყანად, იმიტომ რომ მორწმუნე ქალია რა. ხო და ეს არ ვიცი რაღაცა დააწყნარა ესა და ეხლა მეორე შვილი გაჩნდა და ეხლა იმაზეა ლაპარაკი და კლოდომერი, რომელიც მე ძალიან დიდ როლს შეასრულებს ამ ყველაფერში და მონათლეს კლოდომერი და ისიც ძალიან ავად გახდა და ესე იგი აი სიკვდილის პირას არის და ეს მოემზადა უკვე მეორე შვილის სიკვდილისთვის ეს კლოდვიგი. ხო და მოკლედ აიქ ილოცა ძალიან კლოტილდა და იმისათვის რომ ალბათ ისტორია სწორად წარმართულიყო, მე მოხდა ძალიან დიდი სასწაული და აი ფაქტობრივად გადადებული ბავშვი გადარჩა. რამაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სწორედ მის მეუღლეზე. ამის შემდეგ როგორც მოგახსენეთ, აი მის შემდეგ იყო სწორედ ის ამბავი, რომ ესე იგი ამ რემიგიუსის ქადაგებით ლოცვით მოკლედ როგორც მირიან მეფეს დაუბნელდა თვალ და თქვა რომ აი წინა ნინოს ღმერთო მიშველე, აი ასეთნაირად მოყვა ეს კლოდვიგი რაღაც დიდ განსასწრებში ალემანებთან აი ამ ერთ-ერთ ტომთან ომისას და განწირული იყო რა. განწირული იყო, აუცილებლად დაიღუპებოდა, აუცილებლად წააგებდა ომს და თქვა რომ აი კლოტილდას ღმერთო და რემიგიუსის ღმერთო მიშველე და მე მიგიღებ და გავხდები შენი მიმდევარი და სასწაულებრივად გადარჩა. მოკლედ თუ მოусმენთ ძალიან ძალიან საინტერესო ისტორია ეს ყველაფერი და მოკლედ როგორ მოინათლა შემდეგ კლოდვიგი, არ მოყვებით, სიამოვნებით მოყვებოდი, იმიტომ რომ ძალიან კაი ამბავია, როგორ ესე იგი სასწაული მოხდა ნათლობისას მაგალითად და მანამდეც და მოკლედ მოინათლა ეს კლოდვიგი და გავაგრძელოთ ახლა ჩვენ ბოლოდ რომ კლოტილდაზე მეტი საუბარი მოგვიხერხდეს. და მოკლედ ესე იგი ეს იყო ტოლბიაკის ბრძოლა რეინის, მდინარე რეინის იქით 496 წელს და მოინათლა ესე იგი მოინათლა კლოდვიგი, მოინათლა 300,000 ფრანკი ჯარისკაცი და რაც მაშინ არ გვიხსენებია,
კლოდვიგის და აუდოფლედა მთელიახლეული მოინათლა და ასევე დაყავდა კიდევ ერთი ლანტელჰილდა, რომელიც არიანელი იყო და ეს ამანაც აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი და მირონცხებით შეიწყნარეს მოკლედ ეს ლანტელჰილდა. მოკლედ ეს მოხდა 996 თუ 99 აი ამ შუაში ერთ-ერთი აი რომელიღაც წელს შობის დღესასწაულზე და ამ ამბის აღსანიშნავად კლოტილდამ და კლოდვიგმა აღაშენეს პარიზია ერქვა მაშინ ესე იგი რომელიც ამ ფრანკების სახელმწიფო დედაქალაქიც იყო აქ აღაშენეს მოციქულთა წმინდა პეტრეს და მოციქულთა სახელობის ვებერთელა ტაძარი რომელსაც დღეს ჟენევიევას ტაძარი ეწოდება ჟენევიევა ეს იყო ამის შესახებაც გვისაუბრია წმინდა ჟენევიევას შესახებ პარიზის დედას უწოდებდნენ ეს უკვე მანამდე ცხოვრობდა ეს წმინდანი და წმინდა ჟენევიევას ცემდა თაყვანსალიან წმინდა კლოტილდა კლოდვიგი და გაუსწროთ მოვლენებს წინასწარ როდესაც კლოტილდა გარდაიცვლება მერე უკვე მოგვიანებით 70 წლის ასაკში ჟენევიევას ფეხებთან დაასაფლავებენ აი მის მიერ აშენებულ ტაძარში მის და კლოდვიგის მიერ აშენებულ ტაძარში და ესეც დაკავშირებული იყო იმასთან რომ კიდევ შემდეგი ბრძოლები უნდა გადაეხადა ომები ბევრი ვესგოთებთან მაგალითად და სწორედ აი თან ამას კლოტილდას რჩევით წმინდა პეტრეს თხოვა მფარველობა და ამიტომ პეტრეს ტაძარი და მერე მოციქულების 511 წელს ახლა ცოტათი ჩვენ როგორც მოგახსენეთ დღეს კლოტილდას შესახებ უნდა ვისაუბროთ და ამიტომ ამ ამბებს ცოტათი გადავახტები და 511 წელს გარდაიცვალა კლოდვიგი და დაახლოებით 40 წლის დაქვრივდა შესაბამისად კლოტილდა და კლოტილდამ კლოდვიგი ამ ტაძარში მის მიერ აშენებულ ტაძარში და დაიკრძალა. ამის შემდეგ ტურში გადავიდა საცხოვრებლად, განსაკუთრებით კი მიზეზით, რომ ასევე ძალიან დიდი სასოება და თაყვანისცემა ჰქონდა კლოტილდას მარტინ ტურელის მიმართ. და აქ ხე შვილებზე ალაპარაკი ეს სამეფო ვის ხელში გადავა, ფრანკების სამეფო, ხო? რამდენიმე შვილი, 4 შვილი, 4 ვაჟი ყავს, ხო? ამ კლოტილდას ესე იგი 4 ვაჟი ყავს და მათ შორის უნდა გაიყოს ეს სამეფო და დასახლდა და აი ვესგოთებზე რომ გაიმარჯვა კლოდვიგმა აი ამ ტაძარს თან დიდი ესე იგი წმინდა მარტინის ტაძარს დიდი ძღვენი შესწირა და ამიტომ მიესულება კლოტილდას და შეუძლია რომ აქ იცხოვროს და კიდევ ეს ტაძარი და ეს ქალაქი მნიშვნელოვანი იყო იმიტომ რომ ანასტასი პირველი იმპერატორი მიანიჭა კონსულის ღირსება კლოდვიგს კონსულის ხარისხში ხან ამას ვეღარ მოგიყვებით ზუსტად რა არის ნიშნავს და სწორედ აქ იყო ამ წმინდა მარტინთან რომ გაიგო ეს ამბავი და შესაბამისად ხო და იმითი შემოსეს რა ქვია პორფირითაც თავისთავად ძალიან თვითონ ნაჭერი იყო ძალიან ძვირფასი რაღაც აი სანტიმეტრებით იქსოვება ეს ნაჭერი მისაუბრე ამ შესახებ და მოკლედ აი რაღაცა ამ კლოდვიგის დიდებასთან იყო ეს დაკავშირებული და აქ დასახლდა. ესე იგი, შემდეგ უნდა გაჩვენოთ კიდევ ერთი გამოსახულება. ეცეთ რა, ალბათ ესე ჯობია მე ეს რომ გავაკეთე, რომ ეს ნაკლია რაღაცნაირად არ შეგვეშალოს ხელი. ეს ესე ჯობია. აი გამოსახულება კი ესეთია. აი კლოტილდა და კლოტილდა თავისი აი ამ შვილებს 4 შვილს კლოდვიგის სიკვდილის შემდეგ გაუყო სამეფო და მიანიჭა აი ეს ადგილები სადაც სატახტო ქალაქები ეს შემიძლიათ ჩამოგითვალოთ მოგახსენებთ ესე იგი ამას და
ესე იგი აღარ დავაზუსტებ, მაგრამ ესე იგი უფროსი შვილი არის თეოდორიხ პირველი, მაინც ჩამოგითვლით, რეიმსი, ესე იგი შემდეგ ავრელიანი ანუ ორლიანი, შემდეგ პარიზია, ჰილდებერტ პირველი და კლოტარ პირველი, სვესიონი ანუ სუასონი. აი ამ 4 ქალაქში განაწილდა როგორც სატახტო ქალაქებში ეს ყველაფერი და მოკლედ აი ესეთნაირად გადანაწილდა ეს ყველაფერი. ეხლა შემდეგი მოვლენები ესე განვითარდა, ჩვენ მივადგეთ უკვე ესე იგი კლოტილდა 70 წლის ასაკში გარდაიცვალა, ანუ 30 წელი გაატარა ქვრივობაში. დაახლოებით. ხო და კი წერს გრიგოლ ტურელი, რომ არერეოდა ამ პოლიტიკურ ამბებში, მაგრამ არერეოდა ნიშნავს იმას, რომ ჩარეულიყო ფაქტიურად არ გაყოფდა ამ სამეფოს და დედოფალი იქნებოდა და თვითონ მართავდა ამ სამეფოს. შეეძლო. არა, იგი მონაზონი გახდა და მაგრამ ცხადია, რომ ესე იგი მისი გავლენა ძალიან დიდი იყო და უკვე პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, აი ეს როგორც მოგახსენეთ, ეს მეფე ეს გუნდობადი, რომელმაც მამა მოუკლა, აი ამ გუნდობადმა ბურგუნდიის სამეფო გააერთიანა და მისი შვილი სიგიზმუნდი, რომელიც იყო ბიძაშვილი ფაქტიურად, კლოტილდას, ხო? ბიძაშვილი გახდა სიგიზმუნდი მეფე. ოღონდ ამ სიგიზმუნდზე ჩვენ გვისაუბრია, პირველი ცოლი ყავდა და მეორე ცოლი ყავდა, რომელიც ძალიან ცუდ გავლენას ახდენდა ამ სიგიზმუნდზე და შვილი მოაკვლევინა, წარმოიდგინეთ სიგიზმუნდს ამ ქალმა, რომ თავისი შვილები გაემეფებინა. თავის შვილებს დარჩენოდათ ეს სამეფო, ისიც რაღაცნაირად ესე მოკლედ მე ძალიან ნანობდა, რა თქმა უნდა, ეს სიგიზმუნდი. და ზუსტად აი სანამ სიგიზმუნდი მეფე გახდებოდა, მანამდე მოახერხა მან და ააშენა ეს მონასტერი. მონასტერი სოფელ აგაუნში წმინდა მავრიციუსის სააბატო, რომელიც დღემდე არსებობს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჩვენ ამაზე გვისაუბრია, თვითონ მავრიციუსზე, ამ სააბატოზე, სიგიზმუნდზე, ამიტომ ამ საკითხებზე აღარ გავჩერდები. უბრალოდ რაღაც არასწორი პოლიტიკური მიმართულებით ვითარდებოდა ეს მოვლენები. ახლა მე ვცდილობ რაღაცნაირად ახსნა ამ კლოტილდას გადაწყვეტილება, რომ თავის ბიძაზე შური ეძიებინა. უკაცრავად. ეცით რა გაიჟღერა მისი პირიდან ამ სიტყვებმა. ოღონდ ხო გეუბნებით, აი მაშინ აღქმა იყო სხვანაირი და თავის შვილს ესე იგი ხლოდომერი თავის ერთ-ერთ შვილს ხლოდომერს მიმართა და უთხრა, რომ იქნებ შენ აი მომეხმარო მე ამ შურისძიებაში. თუმცა აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ეს ბურგუნდიის სამეფოს დაბრუნებაზე და შემოერთებაზე. რომ ბურგუნდიის სამეფო ფრანკების სამეფომ შემოიერთოს ამ საფრანგეთმა რა თავისთან და აღარც არის ხო შორის ცოცხალი ეს გუნდობადი მაგ დროისთვის. და წადიდა აი ამ ჩემ ბიძაშვილს სიგიზმუნდს მოკლედ ესე იგი დაესხითავს და შეიპყარი და დაიპყარი ეს ბურგუნდია. ეს მართლაც აკეთებს ამას. მართლაც აკეთებს დაждის, ახლა გავჩვენოთ ესეც რაღაც მინიატურა ქრონიკიდან, ნახეთ როგორ არის. აი ესე იგი რა ქვია, ხლოდომერი, როგორ ესწრება სიგიზმუნდის სიკვდილით დასჯას. ეს მუხლებზე არის სიგიზმუნდი და მოკლედ სიგიზმუნდს შეას სიკვდილი. ხლოდომერი ამას უყურებს. თუმცა მაინც არ გამოვიდა ბოლომდე ეს გეგმა და სიგიზმუნდის ძმამ შემდეგ შური ეძია და მოკლა ეს ხლოდვიგი, ანუ შვილი მოუკლა ფაქტიურად კლოტილდას. ეხლა რატო უყვები ამას უფრო დეტალურად? იმიტომ რომ ამას მე მოყვა რაღაცა ძალიან ძიმე ამბები. მოკლედ ესე იგი სხვა შვილები კიდევ ამისი
ჰილდებერტი და კლოტარი, როგორც მოგახსენეთ, ჰილდებერტმა და კლოტარმა მოილაპარაკეს ესეთი რაღაცა, რომ ეს ხლოდომერი რომ მოკლეს 524 წელს. ბრძოლაში დაიღუპა, თქვათ, ხო? ამას დარჩა შვილები და ესე იგი ბიჭები, პატარა ბიჭები 5 წლის და 7 წლის. 10 თეოდალდი 10 წლის, გუნტარი 7 წლის და კიდევ პატარა დარჩა, პატარას ერქვა კლოდოვალდი, არა? ხო. ხლოდოვალდი, ანუ კლოდოვალდი. ანუ სამი შვილი ყავს კლოტილდას. და შვილი რომ მოუხდა, მან ფაქტობრივად იშვილა ეს ბიჭები. იშვილა და უნდა შეატყვეს სხვათა შორის ამ ძმებმა, მისმა შვილებმა. ანუ ეხლა მინდა რომ ზუსტად თქვა ეს ყველაფერი, ანუ გარდაცვლილის ძმებმა მოილაპარაკეს, რომ მათ უნდათ რომ მისი სამეფო გაინაწილონ და შვილებს წაართვან. და როდესაც სტუმრად იყო კლოტილდა მათთან თუ ესენი იყვნენ, მოკლედ ამათ შეატყვეს, რომ კლოტილდას აქვს რაღაცა ამ ბავშვების მიმართ განსაკუთრებული მიჯაჭვულობა თუ მიზიდულობა და მიხვდნენ, რომ კლოტილდას გეგმა, რომ ამ ბავშვებმა ეს მამამისის სამეფოში ბავშვებმა იმეფონ. ეს ამათ არ უნდათ. და ოღონდ არ შეიმჩნიეს. და შემდეგ ესე იგი კლოტილდამ აქ კი ვერ გამოიჩინა ეს თავისი გამჭრიახობა და სიბრძნე და ამათ მოუთხეს, რომ ბავშვები გამოგვიგზავნე, რომ განათლება მივაღებინოთ. და მართლაც ეს აგზავნის ამ ბიჭებს, სამ ბიჭს, ბიძებთან, უბრალოდ ბავშვის ბიძები და მის ვაჟებთან, აი ამ ორთან. და ამათმა შეიპყრეს ეს ბავშვები და კლოტილდას შემოუთვალეს. ნახეთ როგორი წესია, რომ პრინცი, ანუ ვინც მეფის მემკვიდრეა, ატარებს გრძელ თმას. ამ ბავშვებს ყულულები აქვთ, მოკლედ გრძელი ყულულები აქვთ და თუ ამ ყულულებს შეჭრიან, ესეთი ის არის. ეს ნიშნავს, რომ ეს ბავშვები თავიდანვე მეფობაზე, ანუ თმების აღკვეთს ახდება. და ეს ბავშვები ვეღარ გახდიან მეფეები და კლოტილდა ეუნებიან ბებიას, დედამისს, ანუ ბავშვის ბებიას, რომ შევჭრათ თმები, რომ ესენი მეფეები ვეღარ გახდნენ. და კლოტილდა ეუნება, რომ მიჩვენია მტრები ვნახო, ეს ბავშვები ვიდრე თმაშეჭრილები. და ესენი ბიძები ერთი ერთს და მეორე ბავშვს, ესე იგი თავისი ხელით კლავენ. არ ვიცი, აი ხო გეუბნებთ ახლა ამას ან რა ახსნა, ან რაღაცა და ან ეს კლოტილდა როგორ არის ჭკუაზე ამის მერე და მესამე კი მოასწრეს, მესამე პატარა ბიჭის ამ თეოდალდის, არა, უკაცრავად, ესე იგი როგორც მოგახსენეთ, კლოდოვალდი გადაარჩინეს. ეს პატარა ბავშვი გახიზნეს. ის ორი უფროსი კი მოკლეს. ეს კი გახიზნეს, მაგრამ ეს თანდათანობით სხვა ისინი აღმოაჩნდა ამ ბავშვს სხვა სულიერი მისწრაფებები და ცოტა წამოიზარდა და სასულიერო გზა აირჩია ცხოვრების, ესე იგი ბერად აღიკვეცა, რაც უკვე ამ ძმებისთვის აღარ არის ბიძებისთვის საშიში, იმიტომ რომ ამის კი შეუძლია რომ მეფე გახდეს, მაგრამ უკვე თვითონ თქვა უარი ამაზე და ცხოვრებაშივე სასწაულთ ქმედებდა ეს ბიჭი. ანუ ბერი გახდა მერე და მოგვიანებით პარიზში მოკლედ მონასტერი დაარსა, ესე იგი ქალაქ, ესე იგი ნოჟან-სურ-მარიენ, ესე ქვია და რომელსაც მერე მოგვიანებით მისი სახელი დაარქვეს მონასტერს. მაგრამ ეხლა იქ დაუბრუნდეთ იმ ამბავს, იმ ჰილდებერტისა და კლოტარის, ანუ შვილების ამბავს, ან კლოტილდას შვილების, რომლებმაც თავისი ძმისშვილები დახოცეს. ამ საწყალმა გამწარებულმა კლოტილდამ ჩამოასვენა ეს ბავშვები და დაასაფლავა ისინი, აი სწორედ სადაც მამა მათი ბაბუა, ანუ კლოტილდას მეუღლე, კლოდვიგ პირველი, სადაც იყო დასაფლავებული, აი იმ ტაძარში. შემოწმახო სწორად გითხარი, დიახ, კლოდვიგი. იქ დაასაფლავა ეს ბავშვები თავისი შვილიშვილები.
ნუ შემდეგ ეხა ესე განვითარდა მოვლენები, ცხადია რომ ესე ადვილად არ ჩაივიდა ეს ძმის სისხლის ღრაზეა ფაქტიურად თელი ეს ამბავი და აი ამ ესე იგი კი აი აქაც არის რაღაცა ეს ზნეობრივი შეფასებების გარეშე ხდება რაღაცნაირად ეს ყველაფერი რატო ეხა ეცით რატო რომ კი დაუხოცეს ამას შვილიშვილები ანუ ძმისშვილები კი მოკლეს მაგრამ ნუ მან შვილები არიან ამ კლოტილდასი ხო ამას ყველაფერი არ ცulis და ესენი დაუპირისპირდნენ ეხა ერთმანეთს ლაპარაკია ვიზე ესე იგი ჰიდელბერტი და კლოტარი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ნუ მოკლედ ესე იგი ახლა საშინელი ომი უნდა გაიმართოს აი ამ ძმათა სისხლის ღრუის ისევ რაზე რომ ვინ გახდება ერთპიროვნული მართველი მოკლედ ფრანკების ნუ საფრანგეთის რა და ემზადებიან ესენი ახლა საომრად და აი ხარი კიდევ ნუ გაჩვენეთ მე ამ გამოსახულებას კლოტილდა ცხოვრობს ამ დროს ტურში და არის მონასტერში ამ ესე იგი მარტინ ტურელის წმინდა ნაწილებთან. და აი ცნობილი ამბავი გრიგოლ ტურელი აღწერს ამას, რომ ილოცა კლოტილდა მარტინ ტურელს თხოვა დახმარება, რომ მის შვილებს ერთმანეთი არ დაეხოცათ და რაღაც საშინელი ქარიშხალი ამოვარდა. და გრიგოლ ტურელი ამბობს, რომ ეს იყო კლოტილდას ლოცვით და მარტინ ტურელის უშუალო ჩარევით როგორი ქარიშხალი ამოვარდა, იცით? ლამის ამ ქარიშხალმა გაანადგურა ეს ლაშქრები. და იძულებული გახდნენ ეს ძმები, რომ ბრძოლაზე უარი ეთქვათ და აუცი რაღაცა გულზე შთაგონება ქონდათ, რაღაც მოკლედ შერიგდნენ ესენი ამ ესე იგი კლოტილდას ლოცვით. ნუ აი ერთი თვე გავიდა შემდეგ ამ ამბებიდან და კლოტილდა გარდაიცვალა უკვე 70 წლის ასაკში. ეს იყო 345 წლის 3 ივნისი, აი სწორედ დღეს თუ შაბათია, ესე იგი ორშაბათს რა. დღეს 1 ივნისია და საეკლესიო კალენდრი და 3 ივნისს კლოტილდა გარდაიცვალა. ამ ამბების მერე ესენი რომ შერიგდნენ ეს ძმები კლოტილდა მიგრძნო ესე იგი აღსასრულის მოახლოება და დაიბარა ორივე დაიბარა და ესე იგი ისე საუბრა რომ დაარწმუნა ესენი რომ ქრისტიანული მოწყალების ქრისტიანული პრინციპებით უნდა იცხოვრონ და დალოცა ეს თავისი ძმის შვილის კვლელი შვილები და დალოცა და ესეთნაირად შვიდობით განისვენა და დიდი პატივით აი ტურიდან ქალაქ ტურიდან გადაასვენეს მისი სხეული პარიზიაში რომელსაც მე პარიზი ეწოდა პარიზიაში აი სწორედ იმ წმინდა პეტრე და სხვა მოციქულების სახელობის ტაძარში სადაც იყო ჟენევიევა დასაფლავებული ჟენევიევის წმინდა ნაწილები იყო და აი მისი მეუღლის და მისი შვილიშვილების საფლავები და ჟენევიევას ფეხებთან დაასაფლავეს მოკლედ. ნუ ზოგადი შეფასება რომ გავაკეთოთ გრიგოლ ტურელს აქ არაჩვეულებრივად ეს გაკეთებული კლოტილდას შესახებ ეს იყო მლოცველი ეხლა მე გრიგოლ ტურელის სიტყვებით გეუბნებით მლოცველი დედოფალი და მონაზონი რომელმაც ტაძრები აღაშენა მონასტრები, სავანეები, მათ შორის აი ეს სწორედ ეს თავარი ცენტრალური ტაძარი მოციქულების პარიზში და მონასტერი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ტურში, ოდელია, ესე ქვია ტურში და დედათა მონასტერი შელეში. შელე ადგილია და წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერი ააშენა, ასევე ტაძრები რუანი, ლიონი, ლე, ანდელი, ესე ქვია. და გრიგოლ ტურელს ნახეთ რა სიტყვები უწერია, რომ ამ დროს, ესე იგი ამ პერიოდში
კლოტილდას უყურებდნენ არა როგორც დედოფალს, უკვე ეს მონაზვნობის პერიოდი, არამედ როგორც ღვთის მიერ წარმოგზავნილ ადამიანს, ღვთის მოციქულს, დედამიწაზე, ღვთის ნაცვალს. აი ესეთი დამოკიდებული იყო მის მიმართ, იმიტომ რომ მან მოახერხა და აი მწთუნებაზე უარი თქვა, ესე იგი ეს იყო ძლევამოსილი დედოფალი, ანუ როგორც მოგახსენეთ, ფაქტიურად მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მას ყველა რესურსი ჰქონდა ამისი, რომ დარჩენილიყო დედოფლად და გამختارიყო რაღაცა იმპერატრიცა თუ რაღაცა მოკლედ და ემართა ქვეყანა და ამაზე უარი თქვა და წავიდა მონასტერში. და ასევე ამის შემდეგაც ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა თავის შვილებზე, ძალიან დიდი გავლენა და ამითი არ სარგებლობდა იგი. როგორც უბრალო მონაზონი ესე ცხოვრობდა, არც ამ თავისი სიმდიდრით თავისი ფუფუნებას არ იწყობდა, არამედ აი ამ ფულით თუ რაც ჰქონდა შესაძლებლობებით მონასტრებს აშენებდა და რაღაც საოცარი ფრაზა არის ნათქვამი ამ კლოტილდაზე. რომ აი თითქოს კი არა, ნუ რომ ნამდვილად ესე იგი მიზანი ჰქონდა ესეთი და ეს მიზანი შეასრულა, მიაღწია მას, რომ მთელი თავისი ქონება ისე დაარიგა, რომ გარდაცვალების მომენტში მუქონელი იყო. უკვე აღარაფერი აღარ გააჩნდა. ყველაფერი დაარიგა მოკლედ რა. და კიდევ ერთი ესეთი სასწაული არის აღწერილი აი ამ ლეანდელში, როდესაც ეს მშენებლობა იყო ტაძარის მონასტერი შენდებოდა, მუშებს მოკლედ მუშებმა დაიჩივლეს რა, რომ მოკლედ საკვები აკლდათ თუ წყალია რაღაცა და შორი ახლოს იყო რაღაცა ფონტანი, წყალი ამოდიოდა მიწიდან და ეს წყალი რაღაცნაირად აკურთხა ისე რომ ღვინის გემო ქონდა და ღვინის ძალა ქონდა, მოკლედ რა, ამას რო სვამდნენ, ნაყრდებოდნენ რა ეს მუშები და მოკლედ ესეთნაირად აშენდა ეს მონასტერი. ნუ ესე იგი წმინდა ჟენევიევას სააბატოში ინახებოდა, სადაც დაასაფლავეს, ესე იგი მის წმინდა ნაწილები, მაგრამ ეს საფრანგეთის რევოლუციის დროს წმინდა ჟენევიევას წმინდა ნაწილები განადგურდა. კლოტილდასი რაღაცნაირად გადაარჩინეს. ეხლა მე ამ დეტალებს აღარ მოვყვები, მაგრამ ვინც გადაარჩინა, კიდე სხვა წმინდები გადაარჩინა და იმის გამო რომ შიში ქონდა რომ მაინც არ წაერთმიათ, მისთვის არ გაენადგურებინა, დაწვა ეს წმინდა ნაწილები და ფერფლს ინახავდა, წარმოიდგინეთ. აი რა გამოიარა, აი ახლა სხვამაც, მაგრამ აი კლოტილდას წმინდა ნაწილებმა და ახლა მე რომ აი პატარა ნამცეც რო გაჩვენებთ, ნუ ნახავთ როგორ არის ეს. ჩვენამდე აქ ახალ ქალაქში როგორ მოაღწია, ესე იგი, აი მე ვფიქრობ, რომ ეს დიდია რა, დიდია, ახლა წმინდა გიორგის დიდი ფრაგმენტი გვაქვს, ხო და რატო უნდა ეს, ხო, მაგრამ არა, ეს რაღაცა ძალიან ძვირფასია. ძალიან ძვირფასია, იმის მიხედვით როგორ გადარჩა რა. ნუ დღეს ბივიერი არის ქალაქი პიკარდიის რეგიონში, სუასონთან ახლოს და იქ ინახება გადარჩენილი რელიკვარიუმი ხელით და თავით. წმინდა კლოტილდასი ეს გადარჩა და მოგვიანებით უკვე განსაკუთრებული თაყვანისი უკვე საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ განსაკუთრებით თავიდან დაიწყო კლოტილდას თაყვანისება, თუმცა მაინც ალბათ უფრო როგორც ისტორიული პიროვნების და მაგალითად პარიზში 1846 წლებში ტაძარი აშენდა, ნეოგოთური ტაძარი, კლოტილდასი და ვალერიასი და 1898-1902 წლებში რეიმსში, ქალაქ რეიმსში აშენდა კლოტილდას სახელობის ტაძარი, ოღონდ ნახეთ, როგორც ქრისტიანული ისტორია, საფრანგეთის ქრისტიანული ისტორიის მუზეუმი, ეს ტაძარი ესე აშენდა და აქ გადმოასვენეს ყველაფერთან ერთად მაშინდელმა კარდინალმა გააკეთა ესა, აი ამ ტაძარს ქვით აქვს კრიპტა, ეგრეთ წოდებული კრიპტა, ეს არის მიწისქვეშა, საერთოდ კრიპტოს ბერძნულიდან ნიშნავს ფაროლს.
ხო და აი ეს სიტყვა კრიპტო და ეს კრიპტა ნიშნავს მიწისქვეშა თაღიანი გალერეა აქვს ამ ტაძარს, რეიმსის ტაძარს, ამ ძალიან საინტერესოა იქ მისვლა, რეიმში წმინდა კლოტილდას ტაძარი, ხე გაჩვენებთ ამ ფოტოს და იქ ყველა ფრანგი წმინდანის წმინდა ნაწილები რაც გადარჩა, გადაუჭამრეულწეს იქ არის გადმოტანილი და 2000-ზე მეტი წმინდა ნაწილი, ასე რომ ჩვენ გვაქვს რაღაცა კავშირი, ფაქტიურად სულიერი კავშირი, აი იქ ინახება 2000 წმინდა ნაწილი. სულ მაინტერესებდა, ვფიქრობდი, აი ეს ჩვენთან 3000-ზე მეტია ახლა აქ. ხო და აი კიდე თუ არის სადმე ქვეყანაზე და არის, კი რა თქმა უნდა არის, სხვაგანაც მინახავს, უბრალოდ აი იქ არის ყველა ფრანგი წმინდანი ესე ქვია. რამდენად ყველა არის არ ვიცი, მაგრამ ნუ ყველა ფრანგი წმინდანი იქ არის შეკრებილი. ასევე საფრანგეთში არის წმინდა ლუდოვიკ ფრანგის ტაძარი. იქ არის წმინდა ნაწილები კლოტილდასი და ეხლა უნდა ჩამოგითვალოთ ვისი მფარველი წმინდანი არის კლოტილდა. ესე იგი კოჭლების უეცარი სიკვდილის რო არ დადგეს ამისთვის ელვებედრებიან ციებცხელების ფეხების ავადმყოფობის დროს და კიდევ ესე იგი უარგისი ქმრების ესე იგი ქმარი რომელიც არასრულებს თავის მოვალეობებს რომელიც უწესო ქმარით რა ვიცი რა სიტყვა ვთქვათ აი უწესო ქმრებისგან მოკლედ თავის დასაცავად რა რო ეს ან ესეთი ქმარი რო არ შეხვდეს ან რო ესე იგი თუ ასეთია ეს კაცი და ვერ იქცევა კარგად რო აი კლოტილდას თხოვენ რომ გამოსწორდეს ხოლმე ეს კაცი რა მოკლედ აი ეს არის ეს ეხლა ნუ გადავუკაჩვეულებრად გაჩვენებთ აი ფოტოებს ამ წმინდა დღესაც ინახება აი ნახეთ როგორ არის დღეს ესე გამოიყურება ტაძარი და ეს კიდე იქვე არის გრავიურა ეს არის მე-19 საუკუნეში რო აშენდა უბრალოდ მე-19 საუკუნეში როგორი იყო ეს ტაძარი შემდეგი ეს არის ტაძარი რეიმში. რეიმსის ტაძარი აქაც აი დღევანდელი ფასადი და აშენებისას როგორი იყო მე-19 ეს არის 1910 წლის ფოტო. ღიაბარათი. აი კიდევ გაჩვენებთ. აი იქ არის წმინდა კლოტილდას გამოსახულება, ხედავთ ხო? აი ესე. აი ჯერ ამას გავადიდებ გაჩვენებთ. აი ქვეიდან გადაღებული თაღია და აი იქ არის თაღში მოკლედ წმინდა კლოტილდას გამოსახულება მოზაიკა და აი ესეთია ეს მოზაიკა. აი წმინდა კლოტილდას გამოიყურება და აი ეს არის ის კრიპტა. კრიპტაში როგორ არის წმინდა ნაწილები, ეხლა გაჩვენებთ. აი ეს არის კრიპტაში შიგნით ესე გამოიყურება ეს. აი ეს ხედავთ ხო რელიკვარიუმებია და რაღაცა. ნუ ეხლა გადავდივართ უშუალოდ მის გამოსახულებებზე. წმინდა რემიგიუსის დროს მე თქვენ გაჩვენეთ ეს გამოსახულება. როგორ ინათლება მეფე კლოტარი, რემიგიუსი როგორ ინათლობს და აი ესე იგი გადიდებულიც და გვერდზეც აი ეს არის კლოტილდა. აი ეს რომელსაც ხედავთ გადიდებულს. ეს არის მე-19 საუკუნის გამოსახულება კლოტილდასი. შემდეგი აი ეს არის კიდევ ერთხელ რემიგიუსის ნათლობა, ეს არის მინიატურა. აი კლოტილდა ესეთია. ხეს პირობითია ხო ცხადი. აი კიდევ კლოტარ პირველი თავის შვილებთან ერთად და თავის ოჯახთან ერთად უფრო სწორედ და აქეთ კი არის როგორ ლოცულობს წმინდა კლოტილდა, ეს ყველაზე მეტად შემორჩენილი გამოსახულებაა გავრცელებული კლოტილდა როგორ ლოცულობს წმინდა მარტინ ტურელის წინაშე რომ მისი შვილები გადარჩნენ რა ესე იგი ერთმანეთი როგორ დახოცენ აი ეს ცნობილი ამბავი და ბოლოს უნდა გაჩვენოთ რეიმსის ტაძარში არის აი ესეთი ბარელიეფი თუ ქანდაკება კი არა ნუ ეს თავი აი კლოტილდა ნუ რა ვიცი რამდენად გავს ამას მაგრამ ესეთია რა ეს და ბოლოს ახლა რასაც შეგვიძლია უნდა გაჩვენოთ აი წმინდა კლოტილდას ესე იგი აი გაჩვენებს თუ გამოჩნდება წარწერა აი ესეთი სანაწილე გვაქვს აი
აი ესე. ნამცეცი ახლა ვერ გაჩვენე, აი კლოტილდა აწერია ბოლო ქვემოდან მეორე. აი ესეთია. აი ეს არის ნამცეცი, აქ სხვა წმინდა ქალები არიან, კოლომბა, კონკორდია, კანდიდა და აი კლოტილდა. კლოტილდას მინდა ნაწერი. შეგვეციოს მისი მადლი. მე დღეს ამითი დაგემშვიდობებით ჩვენ ვისაუბრეთ წმინდა მოწამეებზე შიო ახალზე და 5 გარეჯელ ბერზე, რომელიც ლექტაგან წამებულნი არიან. დღეს რაც ვისაუბრეთ, იმას მოგახსენებთ და რომლის ხსენებაც არის 1 ივნისის საეკლესიო კალენდრით და ჩვენ ვისაუბრეთ კიდევ დიდხანს მინდა კლოტილდა საფრანგეთის პირველ დედოფალზე, რომლის ხსენება არის 3 ივნისს. და კიდევ ერთხელ გილოცავთ ხვალინდელ დღეს ყოველთა წმინდათა დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.